საღამო მშვიდობის, ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე კი ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი. Ამ კადრებმა, რომლითაც დღეს დავიწყეთ გადაცემა, მთელი საქართველო მოიარა და დარწმუნებული ვარ, გულგრილს ვერავის დატოვებდა. კადრებში ნათლად ჩანს, რომ რამდენიმე პოლიციელი მოქალაქეზე ფიზიკურად ძალადობს და უმოწყალოდ უსწორდება, რომ არა თვითმხილველები აი ამ დანაშაულის ამსახველი ეს ვიდეო მტკიცებულებაც არ გვექნებოდა და ამ ადამიანს მოქალაქეს, ვისაც ფიზიკურად ეგრეთ წოდებული სამართალდამცავები უსწორდებიან, ეს ამბავი რომც მოეთხრო საჯაროდ, ალბათ ბევრი არც დაუჯერებდა. მით უმეტეს რეაგირება არ ექნებოდათ სამართალდამცავებს. სხვა შორის, როდესაც ამ კადრებს რამდენჯერმე ვნახე ეს კადრები და ამ ადამიანებს რომ არც მოდათ მოძალადეებს პოლიციის ფორმა, ერთი რაღაცა გავეშებული კრიმინალების ხროვა გეგონებოდა ადამიანს. კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ სამწუხაროდ ეს არ არის ერთეული შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ეგრეთ წოდებული სამართალდამცავები, რომელიც წესით მართლ წესრიგს უნდა იცავდნენ და მოქალაქეებს იმედებოდნენ, თავად გვევლინებიან კანონის დამრღვევად და მოძალადეებად. როდესაც ასეთი ფაქტები სისტემურ ხასიათს იღებს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შემდეგ უკვე თავად პოლიციის დისკრედიტაციამდე მივყავართ. რაც შეგვიძლია ამ ეტაპზე ვთქვათ, პროკურატურამ თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე, თუმცა დაკავებული ჯერ არავინ არ არის. კიდევ უფრო მეტ ცინიკურობას ძენს ამ ამბავს ის, რომ დაკავებულია თავად პაპუნა ლოცულაშვილი, ვისაც აი ახლა კადრებში რამდენიმე, რა ვიცი, 10-ზე მეტი სამართალდამცავი ფიზიკურად უსწორდება. ერთადერთი შეკითხვა მინდა დავსვა, თუმცა კიდევ ბევრ შეკითხვას დავსვამ გადაცემის მსვლელობისას. აი რამდენიმე დღეში 31 მაისს საქართველოში პოლიციის დღე უნდა იზეიმონ და დიდი აღლუმი უნდა მოაწყონ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მე მაინტერესებს რა მორალური უფლებით გამართავენ ხელმძღვანელი პირები ასეთ აღლუმს და თუნდაც ჯილდოებს გადასცემენ იმ პოლიციელებს, ვინც შესაძლებელია ნაწილი მათგანი ამ ყველაფერს არ იმსახურებდეს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სისტემაში ყველა ასეთი მოძალადე პოლიციელია, მაგრამ ხომ იცით, ერთი დასრული ადამიანიც კი შესაძლებელია ძალიან დამაზიანებელი გახდეს, მათ შორის ავტორიტეტის თვალსაზრისით მთელი უწყებისთვის და უბრალოდ ადამიანებს კი არ იმედებოდეს პოლიციელი, არამედ პოლიციელის დანახვისას შიში იპყროდეს, ზიზღი, ან მეტიც აგრესიაც კი გაუჩნდეს. გადაცემას ვიწყებთ საუბარს ადვოკატთან, ლაშა ტყეშელაძე, პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი გვერდება. ლაშა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც იძალადეს პოლიციელებმა, თავად არის დაკავებული. სწორედ ის, რომ ძალადობის შემდეგ დააკავეს და ხელბორკილი დაადეს, პოლიციის იზოლატორში გადაიყვანეს გავრცელებული ინფორმაციით პირდაპირ და მას სამედიცინო, ასე ვთქვათ, შემოწმებაც არ ჩატარებია. მოკლედ, რა იცით მომხდარის შესახებ, ეს მოგვიყევით. ყველაზე ცინიკურია, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. ყველაზე ცინიკურია ის ფაქტი, ნაწამფი პაპუნა, რომელიც დააკავეს და გადაიყვანეს ახლა იზოლატორში, მე ველოდები, რომ როდესაც შეასახლებენ, შევიდე და მოვინახულო, მაგრამ პირველ რიგში პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს და მე ვთხოვ, რომ დაუპოვნებლივ განთავისუფლდეს ნაწამები ადამიანი, რომელსაც საქართველოს შეძრა ხო ამ კადრებმა, როგორ სწორდებოდა ათეულობით პოლიციელი, ხო აქცეულ ადამიანს როგორ აწამებდნენ და ის მუხლი, რა მუხლითაც არის გამოძიება დაწყებული, არ შეესაბამება სამართლის კოდექსს, აღნიშნული მუხლით აუცილებლად პოლიციელების
უნდა იყოს დაწესებული წამების მუხლით, რადგან პაპუნა არის წამების სვეტლი. ყველამ ძალიან კარგად გაკეთოთ აქციულ ადამიანზე, როგორც ძალადობდნენ პოლიციის თანამშრომლები და ახლა კი თვითონ პაპუნა არის დაკავებული წამების სვეტლი. მას მრავლობითი დაზიანება აღენიშნება სახეზე. მე მოვითხოვ რა თქმა უნდა იზოლატორში, როდესაც შევალდა თუ მანამდე არ განთავისუფლა პროკურატურამ ან შინაგან საქმეთა სამინისტრომ კაცრად მოვითხოვ, რომ ნაწამები ადამიანი იქნეს განთავისუფლებული, მე მოვითხოვ რომ აღნიშნული პიროვნება არა იზოლატორში, არამედ საავადმყოფოში გადაიყვანონ და მას ჩაუტარდეს შემოწმება, რადგან მას სხვადასხვა დაზიანებები აქვს თავის არეში, მუცლის არეში და ეს აუცილებლად საჭიროებს შემდგომ გამოკვლევის. რაც შეეხება პოლიციელების ქმედებას, პროკურატურას ვთხოვ რომ გადააკვალიფიციროს წამების მუხლით, რომელიც არის ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანურ გარემოებაში, ხო, რაღაც ცხოვრებულად მიიღებენ და ადამიანზე ფიზიკურად იძალადეს და იმ ადამიანს მადლობა, ვინც აი ეს კადრები გადაიღოს, რომ ათეულობით ასეთი შემთხვევა არის დღეს საქართველოში, სადაც არ ხდება აღნიშნული კადრების გადაღება და აკავებენ ადამიანებს, შემდეგ ასამართლებენ უბრალოდ სრულ მოწმეებით, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს ნამდვილი სიმართლე, სადაც მოხდა კადრებში როგორ უსწორდებიან ერთ პატიოსან ადამიანს, რომელიც მუშაობს ბანკში, შესაძლოა იყო გამოსული. და ეს თავზე გასული პოლიციელები როგორ მივარდებიან და როგორ უსწორდებიან მას ფიზიკურად. ლაშა, თუ გქონდათ შესაძლებლობა, რომ აი ამ ფაქტის შემსწრე თვითმხილველებს გასაუბრებოდით, იქნება ეს პაპუნას მეგობარი თუ ის ადამიანი, ვინც გადაიღო ეს ვიდეოკადრი, ან შესაძლებელია ეს ერთი და იგივე გასაუბრე პაპუნას მეგობარს, ჰქონდა სატელეფონო გასაუბრება მასთან და მან მითხრა, რომ როდესაც გამოდიოდა ბანკიდან, ძალიან მაღალი სიჩქარით მოდიოდნენ მანქანები, თვითონ რული გადაუპრეს პაპუნას ხარეს და როდესაც მან უთხრა რომ რა ხდება, ანუ ესე ჩქარა, რატო დადიხართ და ასე შემდეგ მან დაიწყეს უხეში საუბარი, ამის შემდეგ მას პაპუნაზე იძალადეს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ ეს არ არის პოლიციის ქმედება, ხო, ეს გავს პირდაპირ კრიმინალურ ქმედებას. მე რამოდენიმე ეტაპად მოხდა ძალადობა, ერთი ძალადობა მოხდა, როდესაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდა პირველი მათი შეხვედრა, შემდეგი ძალადობა ხდება უკვე, როდესაც ხდება ვიდეოკადრებით გადაღება, ანუ ერთი პირველი ძალადობა არ არის, მე მინდა საზოგადოებას აუხსნა რომ რამოდენიმეჯერ მოხდა პაპუნაზე. ანუ ლაშა, როგორც ვთქვით, ის მანქანაში, ანუ პირველი ძალადობის შემდეგ, პირველი ინციდენტის შემდეგ პაპუნა ჩასვეს პოლიციის მანქანაში და გაიყვანეს, ასე ვთქვათ, დაუსახლებელ ტერიტორიაზე. ეგ არ ვიცი, მართალი გითხრათ, აღნიშნულზე ინფორმაცია მე არ მაქვს, აღნიშნულზე როგორ მოხდა, უკვე კადრები სადაც გვაქვს გადაღებული, როგორ მოხდა იქამდე მისვლა, მაგრამ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ რამოდენიმე ძალადობის ფაქტი მოხდა. აქედან გამომდინარე, როდესაც უშუალოდ გავისაუბრები ნაწამებ ადამიანს, რომელიც ახლა ჩემი უკან იზოლატორში არის დაკავებული და ველოდები, როდის შემიშვებენ, მაგრამ აქვე ვამბობ, სანამ მე შევალ. იქნებ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაფიქრდეს და გამოუშვას აღნიშნული ადამიანი, ნაწამები ადამიანი დაუბრუნდეს თავის ოჯახს და ის წამებლები კი დაიჭირონ წამების მუხლით. ლაშა, ძალიან დიდი მადლობა, ვიცი რომ ჩქარობთ, უნდა შეხვიდეთ და მოინახულოთ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ლაშა ტყეშელაძეს, პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატს უსმენდით თქვენ ახლა, როგორც უკვე გითხარით, მან უნდა მოინახულოს პოლიციელების მიერ ნაცემი პირი, რომლის ამ ფაქტის, ძალიან მძიმე ფაქტის ამსახველი კადრები დღეს ქართლის ამბებმა გაავრცელა და სწორედ ასე გახდა აი ამ მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი. კიდევ ერთი თემა, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, ეს არის ოპოზიციური ალიანსის მიერ გამართული აქცია. თავად ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური ლიდერები კმაყოფილი არიან გუშინდელი მსვლელობით, მოსული ადამიანების რაოდენობით, მათთან შემდგარი პირდაპირი კომუნიკაციით. გუშინდელი აი ამ აქციის მთავარი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სლოგანი არის და იყო საქართველოს იმსახურებს უკეთეს. ითქვა ისიც, რომ ეს იყო პირველი ეტაპი, რომელიც რეალურად გუშინდელი აქციით დაგვირგვინდა და ახლა პროტესტი გადადის რაღაცა სრულიად ახალ, კიდევ უფრო აქტიურ წინააღმდეგობრივ ფაზაში, მათ შორის ეს ფაზა გულისხმობს არაერთი ასეთი აქციის თუ მსვლელობის გამართვას, რა თქმა
უნდა კიდევ უფრო მეტ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, მათ შორის რეგიონებში ხალხთან პირისპირ შეხვედრას და მათთან საუბარს იმის შესახებ, რომ აუცილებელია დაინიშნოს ახალი არჩევნები, სადაც მოხდება ხელისუფლების ცვლილება. გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი არის ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. მოგესალმებით ბატონო გია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, თქვენთანაც უნდა დავიწყო საუბარი იმ ვიდეო კადრებით, რომელიც ნათლად ასახავს პოლიციელების მხრიდან ძალადობას მოქალაქეებზე. ამას არ სჭირდება არანაირი სამართლებრივი შეფასება, სულ რომ სამართლებრივი საფუძველი ქონდეს სამართალდამცავს, რომ დააკავოს პირი, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რატომ ვერ შეძლო 20-მდე პოლიციელმა ეს გაეკეთებინა ისე, რომ არ დასჭირვებოდათ პირის ცემა, წიხლების, ასე ვთქვათ, რტყმა მისთვის და ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა. გაქვთ თქვენ მოლოდინი, რომ ამაზე პროკურატურა იქნება თუ ეს თუ გენერალური ინსპექცია თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ან ქართული ოცნების პოლიტიკური თანამდებობის პირები ექნებათ როგორც სათანადო სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირება? პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს არის ძალიან ძიმე საქმე და უბრალოდ მინდა გარკვეული ასოციაციები გამოიწვია, ხო? მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილის რეჟიმის ცვლილებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორმა საქმემ, ხო? პირველი იყო გირგვლიანის საქმე, რომელმაც ესე რომ ვთქვათ, შეურაცხყოფა მიაყენა, ხო? მაღალჩინოსნის ცოლს, რის შემდეგაც პოლიციელებმა გაიყვანეს და ცემით მოკლეს რა, ანუ იმდენი მოკლა იქ არ ყოფილა მიზანი, ხო? უბრალოდ ცემაში შემოაწყდათ, ხო, რასაც ქვია. და მეორე кейსი ეს არის აი ციხის კარანტინი თუ გახსოვთ, რამაც 2019 წლის არჩევნებში გარკვეული როლი ითამაშა, როდესაც ეგრეთ წოდებულ კარანტინს ატარებენ იმათ პატიმრებს, ხო? ეს რაც ნახეთ გორში, აი ამ ორივე საქმეს ძალიან გავთ, ხო? ეს ადამიანი როგორ ჩანს, ესე რომ ვთქვათ, იმის გამო იქნა ნაცემი, დაპატიმრება, ეს ვითომ ცივი არა, ეს ყველაფერი არის ტყუილი, ხო, ეს ყველას კარგად ესმის. მოყვა რას? ალბათ, რომ იგრძნეს თავი შეურაცხყოფებად, რაღაცა ეთყობა შეეპასუხა რაღაცა ქნა ამან და შენ ვის უბედავ და აი ამას მოყვა ეს ეხა დიდი ბოდიში იქ რო კამერები არ ყოფილიყო, არ არის გამორიცხული ისეთი სისასტიკე ვნახეთ ჩვენ, ისეთი აგრესია ვნახეთ, რომ შეიძლება ესე შემოწდომოდათ, ხო? უბრალოდ დაინახეს რომ კამერები იყო და რაღაც მომენტში გაჩერდნენ. თორე რო გაიგრძელებინათ ცემა, ამასაც მოკლავდნენ, აბა რა იქნებოდა, ხო? ეს რაც შეეხება აი ამ გირგვლიანის საქმის რა მოახდინა გირგვლიანის საქმესთან ასოცირებით. ძალიან მძიმე უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, როდესაც აი ასეთი პარალელის გავლება ხდება თუნდაც გირგვლიანის საქმესთან, სწორედ აი ამ ერთი კონკრეტული შემთხვევის და кейსი ამით დგავს, რომ იქაც იყო შეურაცხყოფა და შეურაცხყოფაზე სამართალდამცავების მხრიდან ანგარიშწორება, ხო? იქაც იგივე кейსი იყო, უბრალოდ იქ ფატალურად დასრულდა, აქ ფატალურამდე არ მივიდა საბედნიეროდ, ხო? ეხლა რაც შეეხება მეორე, აი კარანტინის თემა, რატო გიხსენებთ? იმიტომ რომ აქ გამოჩნდა უკვე სისტემური დანაშაული, ხო? ეს კარანტინის თემა რატო იყო მნიშვნელოვანი? რომ იქ იყვნენ მაღალჩინოსნები პოლიციის და ატარებდნენ ერთად, ხო? ანუ სისტემური სახე ქონდა ამას ყველაფერს და ამ ფაქტსაც ესწრებოდნენ. დიახ. დავინახეთ სისტემურობა, ანუ აი ამ ორივე საქმეს აერთიანებს აი ეს გორის ეპიზოდი. ხო, ამის გამო ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რის გამოც სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალა. აი ეს ხალხი ჩვენ კოპენჰაგენზე გველაპარაკება. ეხლა რაზე ფიქრობენ, იცით? პოლიტიკური ხელმძღვანელობა აი ეგრე თქვენ გინდათ ახსნათ ის მიზეზი, რის გამოც ჯერ განცხადებები არ გაკეთებულა არც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ეხლა რა არის იცით სისტემა რაზე დგას, ხო? სისტემისთვის გაწირვა თავისი წარმომადგენელი ძალიან რთულია, იმიტომ რომ სისტემების ესე ამ ტიპის სისტემები დომინოს პრინციპით არის აწყობილი, ხო? რაღაცა რო გაწირო, ამას შეიძლება რაღაც
ესე რომ თქვა ჯაჭვური ძალიან ნეგატიური რეაქცია მოყვეს, იმიტომ რომ ამ შემსრულებლებზე დგას სისტემა და ესე შემსრულებელი ერთი თუ გაწირე 10-მა შეიძლება მე რაღაცებზე ხელი არ მომიწეროს. ამიტომ გაწირვა შემსრულებლის რთული საქმეა. თუმცა ჩვენ აი იგივე გირგვლიანი საქმეს გავიხსენებ, ხო, როდესაც ძალიან აგორდა და ეს აღშფოთებენ საზოგადოებაში, ადგილდა ეს შემსრულებლები დაიჭირეს, ხო, სასათბურე პირობებში ვიყავდათ ციხეში, რაღაც ფულიც გადაუხადეს, როგორც ამბობენ, ხო, კომპენსაცია მისცეს, შეპირდნენ რომ მალე გამოგიშვეს და ამ შემდეგ და ამ შემდეგ, ხო? დაახლოებით, ეხა ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, ჯერ რა გზით წავიდნენ. ეხა ამ კაცს, ამ წესიერ კაცს როგორ ჩანს, ხო, შეტენონ ბოლომდე რომ ეს არის ტერორისტი, მამაძაღლი, რაღაც დანაშაულებები შეტენონ და ბოლომდე მიაწვენ ამას და სისტემური დანაშაული რაღაცნაირად აი ძალისმიერად გადატეხონ და წაუყრუნონ. ან არის მეორე ვარიანტი, რომ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი. დიდი ბოდიში, მაგრამ იქ იყო 10-12 კაცი, ხო? და ნახეთ, აი სადიზმის დონე ნახეთ რა, ვიღაცები. და როგორც ცნობილია, სამხარეოს უფროსიც იქ იმყოფებოდა, ანუ ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ ამ ფაქტს, თუ არ მონაწილეობდნენ არისში. ციხის კადრებში ციხის უფროსი იყო და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ეს აჩვენებს სისტემურობას. ამ დანაშაულის სისტემურობას. და ნახეთ როგორ ხდება ვიღაცები რომ ურტყავდნენ ამას, რომ ეგდო. ვიღაცები გამოევლიდნენ, მოდიოდნენ საიდანღაც. სპეციალურად რომ ციხლი ჩაეზივათ რა, მეტი ფუნქცია არ ქონდათ იმათ, ხო? აი მოდიოდნენ, რომ იმათაც ციხლი ჩაეზივათ. სხვა შორის კობახიძემ ძალიან მოკლე კომენტარი გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით და მან თქვა რომ ნახეო ეს კადრებიო და აბსოლუტურად მიუღებელიაო და კობახიძე ელოდება დირექტივას ეხლა. კობახიძე ვინავი ის დაკარგვია, კობახიძე ვინ არის? ელოდება დირექტივას. რა ქნან ეხლა გაწირონ ვინმე არ გაწირონ? რო გაწირონ ეს შედეგის მომტანი იქნება თუ არა? რამდენი უნდა გაწირონ, ხო? ეხლა ერთი კაც თუ დაიჭირეს 12 ურტყავდა. ეს ხო არ იქნება სამართალი, ხო? კი ბატონო. ანუ ფაქტობრივად მთელი გორის პოლიცია უნდა დაშალონ ეხლა. იმიტომ რომ ყველა იქ იყო მთელი გორის კრიმინალური პოლიცია. ხო, დარწმუნებული ვარ, ამაზე მეტი თანამშრომელი არც ეყოლება გორის პოლიციას და რა ვიცი, მთელი სამმართველო თუ არა, უმეტესობა მაინც. მოკლე კომენტარი, იმიტომ გააკეთა, რომ თვითონ არ იცის, ხო, ელოდება დირექტივას. დირექტივას ელოდება როგორ მოიქცეს. ანუ წავიდნენ ერთი სცენარი თუ მეორე სცენარი. აი სამართლებრივ სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდეთ, წესით როგორ უნდა იყოს, როგორ უნდა ნაწილდებოდეს ასეთ ფაქტზე, როგორც სამართლებრივ ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. აი მართლაც სად არის შინაგან საქმეთა მინისტრი, რატომ არ აკეთებს ამ დრომდე განცხადებას? ნორმალურ ქვეყანაში ესეთ ფაქტზე შინაგან საქმეთა მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი არის გადამდგარი. მინიმუმ ნორმალურ ქვეყანაში რა. როდესაც სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, სისტემურ ხაზს უსვავ. ეს არ იყო ერთეულოვანი დანაშაული, ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელშიც იყო პოლიციის ხელმძღვანელობა ჩართული და შესაბამისად სისტემა აი ამ ტიპის კრიმინალურ დანაშაულზე დგას, ხო, ეს ამის გამოხატულებაა. ანუ შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს დიდი პრობლემა საკადრო ამბებში, ხო? ანუ ესეა პოლიცია სტრუქტურირებული შესაბამისად ის იზიარებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ხო? შეიძლება უფრო მძიმე პასუხისმგებლობასაც იყოს აქ ლაპარაკი. ასე რომ, აქ ყველაფერი ცხადია რა. ერთადერთი გასაგებია რომ ხელისუფლებისთვის ეს ეხა არის აი ესეთი თემა რა, რომელიც სცენარით წავიდნენ. და რაზე არის დამოკიდებული აი ხელისუფლება რა სცენარით წავა? ანუ საზოგადოებაში ტემპერატურის აწევა გულისხმობ აღშფოთების ხარისხს შესაძლებელია კონდეს ხელისუფლების ქმედებაზე ამ ყველაფერს გავლენა თუ ისინი ტესტავენ და აანალიზებენ. სადამდე შეიძლება საზოგადოება გაყვეს ამ თემას და რა პოლიტიკურ დანაკარგს მიიღებს ხელისუფლება. წონიან ეხა რა. ისინი იმ კაცზე კი არ ფიქრობენ. იმ კაცს თვითონაც მშვენივრად ცემდნენ და წიხსაც ჩააზელდნენ. არანაირი პრობლემა არ აქვს. ამათ ხო მორალი და ზნეობა არ აქვს საერთოდ. ხო, ყველა ერთნაირები არიან. ხო? ხო და
ფიქრობენ იმაზე, რომ პოლიტიკური კაპიტალში არ მიიღო რაღაცა სერიოზული ზიანი. ერთის მხრივ, თუ ეხა შეეცდებიან რომ ამ კაც შეტენონ ყველაფერი და ეს დაიჭირონ, ეს არის სცენარი, როდესაც ისინი სისუსტეს არ აჩვენებენ, მაგრამ მეორეს მხრივ ხალხში გამოიწვევენ ძალიან დიდ აღშფოთებას და არის მეორე სცენარი, რომ განტევების ვაცად გამოაცხადონ ვიღაცა 1-2 კინკილა კაცი, თორე ეხა ის სცენარი, რაც მე გითხარით და რაც აუცილებლად გასაკეთებელია, რომ გორის პოლიცია საერთოდ იქნას დაშლილი და თავიდან აწყობილი, რაც სრულიად ცხადად ჩანს, ხო? სხვანაირად, აბა რანაირად, ხო? და სამაგალითოდ დასჯილი ეს ყველა პოლიციის უფროსიდან დაწყებული, ვინც იქ იყო, რა თქმა უნდა. დამთავრებული, ესე რომ ვთქვათ, ინციდენტის ფიგურანტებით, ასე რომ ყველაფერი ცხადია, ეხა ამ სცენარზე მე მგონი ხელს არ მოაწერენ, არჩევანი აქვს მარტივი. ან ტერორისტად უნდა გამოაცხადონ ეს კაცი, რასაც არავინ არ ჭამს, ბუნებრივია, ხო? ან უნდა ადგენდა რაღაცა ესე კოსმეტიკური რაღაცა გააკეთონ, რაც ჩემის აზრით ამ საზოგადოებამ არ უნდა შეჭამოს. ისევე როგორც ჩვენ თავის დროზე, როდესაც გირგვლიანის მკვლელობის შემსრულებლები დაიჭირეს, ჩვენ ეს არ შეგვიჭამია. ჩვენ ვაგრძელებდით სამართლიანობისთვის ბრძოლას. ხო, მოვითხოვდით მერაბიშვილის გადადგომას, ხო? და არა მხოლოდ მერაბიშვილის და საბოლოო ჯამში ხელისუფლებას, რომელმაც აი ესე კოსმეტიკურად გადაწყვიტა ამ თემის ესე რომ ვთქვათ, გაგრძელება ძალიან დიდი ფასი გადაიხადა. 2011-ში ჩვენ გირგვლიანის თემით მოვიგეთ არჩევნები. გირგვლიანი 12-ში, ხო? გირგვლიანის დროშა გვეჭირა ხელში ჩვენ. ბატონო გია, კიდევ ერთი, არ ვიცი, პარალელი მინდა გთხოვოთ და გკითხოთ, აი რამ მიიყვანა რეალურად პოლიცია ასეთ სახის დაკარგვამდე, ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არის ჯგუფური დანაშაული, მაგრამ თქვენ თავად თქვით და ნამდვილად ასია, ეს ადამიანი გადაარჩინა იმან, რომ დღეს ტელეფონით ყველაფრის გადაღება და აღბეჭდა და დოკუმენტირება არის შესაძლებელი. რამოდენი ასეთი ძალადობა მომხდარა დანაშაული პოლიციელების მხრიდან, რის შესახებაც ჩვენ არ გაგვიგია, ან მტკიცებულება არ გვაქვს. პოლიცია სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, ხო? პოლიცია ხშირ შემთხვევაში ავლენს იმას, რომ თვითონ არის კრიმინალიზებული. პოლიცია არის კრიმინალიზებული, კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელია. აი, ეს არის ჩვენი დიდი პრობლემა. დიდი ბოდიში, მაგრამ აქციების მსვლელობის დროს რამდენი სისასტიკე ვნახეთ ჩვენ რა. ეს ხო კრიმინალები იყვნენ, ეს ნიღბიანი კრიმინალები, აბა ვინ იყვნენ, ვერ გავიგე. ნორმალურები იყვნენ, შვილის ტოლა გოგოს რო უბინძურესი ლექსიკით, პედოფილის ლექსიკით რო ელაპარაკებოდა. ვიღაც მამის ტოლა კაცი, სამარცხვინო, ხო? რაც დანაშაული იყო და ყველა ხო იციან პოლიციაში ვინ იყო ეს რა, ვინმე ხო? ან რამდენჯერ წიხლის ქვეშ გაიგდეს ბავშვები, ხო? და უსასტიკესად გაუსწორდნენ, ეხა მე ცნობილ кейსებზე აღარ ლაპარაკობ ხაბეიშვილზე და ვიღაცეებზე რა. როგავაზე და სხვებზე. რა, პირველი შემთხვევა ეს არ არის უბრალოდ ახალისებულია, ნებადართულია, გზახსნილია პოლიციელისთვის დანაშაულის ჩადენა, თუ კი არსებობს პოლიტიკური დაკვეთა და ნება. სადამდე შეიძლება მიიყვანოს ეს როგორც თავად ძალოვანი უწყება? სადამდეც მიუშვებს საზოგადოება. სადამდე ჩვენ მივცემთ იმის უფლებას, რომ აი ესეთი რაღაცები ჩაიდინონ, ისინი კი არ შეამცირებენ, რაოდენობა გაიზრდება ამის ყველაფრის, ხო? კანონებსაც შესაბამის იღებენ და აძლევენ ესე რომ ვთქვათ, იარაღს ხელში პირდაპირ პოლიციას, რომელსაც ჭკუა არ აქვს, ხო და მხოლოდ აგრესია აქვს. მას უგდებენ ამ იარაღს ხელში. და შედეგს ხედავთ ჩვენ, ხო? ხო, მაგრამ ჩვენ ხომ გვინახავს რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ფორმიანი ადამიანები კანონს მიღმა გადიან და როგორი ანარქია იწყება ქვეყანაში. ხო, კრიმინალიზებულია, ხელისუფლების კრიმინალიზაცია დასრულებულია ფაქტობრივად, ხო?
და კრიმინალიზაცია რას ნიშნავს? ყველაფერი აგებულია ფულზე, ინტერესზე, პოლიტიკურ შეკვეთას შეასრულებ, შენ უფლება გაქვს ვიღაცა დაკრიშო და ფული იშოვო. ანუ ამას ყიდულობენ თქვენ რა გონიათ ეს პოლიციელები რატო იქცევიან ესე, ხო? იმიტომ რომ როდესაც შენ იცი რომ ვიღაცას პოლიტიკურ დავალებას უსრულებ, ხო? ბინძურ დავალებას შენ გონია რომ შენ იმას ხელისუფალს რაღაცა საქმე გაუკეთე და შენს ყველაფრის უფლება გაქვს უკვე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. და ესე იქცევიან, მათ გონიათ რომ დაუსჯელები არიან, იმიტომ ვინ უნდა დასაჯოს? იმან უნდა დასაჯოს, ვინც გუშინ დაავალა რაღაც ბინძურე? ის ხო არ დასჯის. პარტნიორები არიან უკვე ერთ დანაშაულში თანამონაწილეები ხდებიან ეს პოლიციელები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა. საერთო დანაშაული კრავს და აერთიანებს მათ. აი ეს არის პრობლემა. კიდევ ერთი თემა, რაზეც მინდა დღეს გესაუბროთ, არის გუშინდელი აქცია, ოპოზიცია აქციით მოსული ადამიანების რაოდენობით მათთან შემდგარი კომუნიკაციით არის კმაყოფილი. სხვა შორის კმაყოფილია სააკაშვილი, უბრალოდ მოეწონა მას, მაგრამ უკმარისობის განცდა დამრჩა ამბობს, რადგან არ გაეცა პასუხი შეკითხვას, რა არის შემდეგი ნაბიჯიო. აი ძალიან საინტერესოა თქვენ რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ და რაიმე ახალი თუ გაიგეთ ოპოზიციის გეგმების შესახებ გუშინდელი აქციიდან. მე ხა როგორც ყოველთვის მომეწონა ხალხი. ხალხი, ხო? ხალხია ძალა, ჩვენ უნდა გვესმოდეს პარტიებში ძალა არ არის თავისთავად, ხო? ხალხი მომეწონა, ხალხი არის ძალიან შემართებული, მხნეთარი ხალხი და ეს არის კარგი, ხო? მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რაღაცა, რომ ხალხი არმია, პოლიტიკა რა არის, ხო? პოლიტიკური ომი არის ძალიან გავს ჩვეულებრივ ომს, ბრძოლას, ხო? ნებისმიერ არმიას ჭირდება სარდალი. სარდლობა ჭირდება. იმიტომ რომ სულ გმირებით რო იყოს დაკომპლექტებული არმია, ის ვერანაირ ომს ვერ მოიგებს. თუ მას არ აყავს სარდლობა, რომელსაც პატივს სცემს არმია, რომელსაც ენდობა არმია, ხო? რომელსაც აქვს გეგმა და ამ გეგმით ყოველდღიური მუშაობით, ესე რომ ვთქვათ, ვითარდება პროცესი და საბოლოო ჯამში ხდება და ეს სარდლობა ვერ დაინახეთ თქვენ გუშინ პრობლემა იმაშია, რომ ეს ხალხი, ხო, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ზოგიერთი მათგანის მიმართ, ხო, არ არიან ლიდერები, რატომ არ არიან, რა ნიშნით არ არიან ლიდერები? იმ ნიშნით არ არიან, რომ ის ხალხი, რომელსაც პროტესტი აქვს, რომელიც ქუჩაში გამოდის, რომელიც სამზარეულოშია, ტელევიზორს უყურებს, მაგრამ პროტესტი მაღალი აქვს, ხო, და მზად არის, რომ გააქტიურდეს, მაგრამ ვერ ხედავს ლიდერს, ვისაც გაყვება, ვის გეგმაშიც, ესე რომ ვთქვი, ვის გეგმასაც ირწმუნებს, ხო? და ჩაიდენს თვითონაც იმ გმირობას, რომელსაც პრინციპში შინაგანად მზად არის. და იმისათვის, რომ ეს მოხდეს, აი სარდლობის ფორმირება მოხდეს და სტრუქტურირება მოხდეს ამ დიდი არმიის, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული, მუშაობაა საჭირო. მუშაობა, ხალხთან მუშაობა, არა ისე რომ ორი თვე აცხადო რომ 26-ში აქცია იქნება. კი ბატონო, გამოვიდა ხალხი აქციაზე და დაიშალა ისე რომ არ იცის ხვალ რა იქნება. არ იციან ხვალ რა იქნება. ერთადერთი სლოგანი შემოაგდეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი. და რატომ არის გაუგებარი? აქამდე მე მახსოვს ითხოვდით, ასე ვთქვათ, ექსპერტები, რომ რაღაცა პოზიტიური დღის წესრიგიო. ახლა შემოიტანეს. ანუ საქართველოს მსახურობს უკეთეს? არაფრის მთქმელია, კი, კარგია თბილია ერთგვარად, მაგრამ დიდი ბოდიში, მაგრამ სად გადის ფრონტის ხაზი ამ პოლიტიკურ ბრძოლაში დღეს? გადის იმაში, რომ არის პროდასავლური მოძრაობა ძალიან ძლიერი, ხო, ხალხში ვამბობ არაპოლიტიკურ პარტიებში და არის ხელისუფლება, რომელიც მაღალი ალბათობით მიგვეკაჩება რუსეთის იმპერიაში უკან, ხო? აქ გადის ფრონტის ხაზი. სლოგანში ევროპა არ უნდა იყოს. რა ხდება უკეთეს იმსახურებს, უკეთეს კი არ იმსახურებს, საპირისპიროს იმსახურებს იმისა, რაც არის. საპირისპიროს უბრალოდ უკეთეს, ანუ ჩვენ ბიზნესზე უკეთესები ვარ, თუ ამას ამბობ, უკეთესები კი არა ვართ. ბიზნეს ანტიპოდები ვართ, ეს უნდა თქვა.
იმიტომ რომ იმ კაცს თუ მიყავს ქვეყანა რუსეთში, რა ქვია, იმაზე უკეთესი რა, იმაზე უკეთესი როა დიდი არაფერი ხეირი მაქვს მე მაგით რა. თქვენ ქვეყანა გაქვთ შემოსატრიალებელი 180 გრადუსი. ევროპა სლოგანში არ უნდა იყოს ევროპული არჩევანი? ევროპული არჩევანი როგორც რუსეთის იმპერიის ისა რა ქვია, ალტერნატივა. რა ის უკეთესი ვერ გავიგეთ რა. მადლობა ბატონო გია, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს უსმენდით, ანა დოლიძე პარტია ხალხისთვის ლიდერი შემოგვიერთდა. ანა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გორში მომხდარი ძალიან მძიმე და აღმაშფოთებელი ფაქტით მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი, მით უმეტეს ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ დაზარალებული ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი თავად ყავთ დაკავებული პოლიციელზე ძალადობის მუხლით. ადვოკატი ახლა ცდილობს მოინახულოს ის და ითხოვს, რომ სულ ცოტა აღიწეროს მაინც სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მიერ ის ფიზიკური დაზიანებები, რომელიც მიადგა პოლიციელების მხრიდან ძალადობის შედეგად. ფაქტი რომ მომხდარია, ჩვენ ეს ყველა ვიხილეთ, ხო? ანუ, აი, რა ვიცი, როგორ შეაფასებდით ამ ყველაფერს? რამდენად ჯდება ან რაღაცა სამართლებრივ ლოგიკაში ეს ყველაფერი, პოლიტიკურ კატეგორიებზე აღარ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ბევრი გვინახავს სამწუხაროდ ასეთი. აი, ზოგადად რასთან გვაქვს საქმე? რას ვუყურებთ დღეს საკუთარი თვალებით? კატასტროფა, ძალიან მძიმე კადრები იყო. მე მართლაც ბავშვებმა თუ ნახეს ეს ძალიან არ მინდა რომ ბავშვებს ენახათ, იმიტომ რომ ერთია, როდესაც ფილმში წააწყდები ამას და მეორეა, როდესაც ნახავ რომ რეალობაა შენს გვერდზე ქალაქში. ხალხი შეიძლება ასე რყვნიდეს პოლიციელის მუნდილის ღირსებას, ხო? აი ამას წინათ გუშინაც რუსთაველზე ძალიან ბევრი პოლიციელს გამოველაპარაკე, წესრიგის დამცველი ვინც არის, წესიერი ხალხი და მეორე მხრივ აი ეს ხალხი მოძალადეები, რომლებიც აი ისეთივე ესენი არიან ზუსტად იმ სისტემის ნაწილიდან გამგზელებელი, რომელსაც ბატონმა გია მახსენა აგერ და მე ვიყავი გირგულიანის წინააღმდეგობაში. ეს იგივე სისტემაა. ან თქვენს გაგახსენათ გირგულიანის ამბავი ამ ყველაფერმა? თავგასული ძალადობა ადამიანის ხელში ჩაგდება, ეგ არც ვაჟკაცობა არ არის. აი ზუსტად ის არის, რასაც იქიდან რამდენიმე კილომეტრში აკეთებს რუსები. ის კაცი რომ ლოცულაშვილი რომ ეხლა დააკავეს. ეს არის ტყვე დაყვან, ანუ ტყვე დაიყვანეს ადამიანი, ჩვენ მოქალაქეებს რომ იტაცებენ რუსები, ტყვედ რო აყავთ, რომ გამოსასყიდი გამოართვან. ტყვე დაიყვანეს ეხლა ეს კაცი, რომ დაამუშავონ, გააჩუმონ რამენაირად იმის მაგივრად, რომ პასუხი მოსთხოვან აი მცხოველებს, რომელსაც აქ ხედავთ. ხალხნო, ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი შვილები, პატარა ბიჭები ქუჩაში რო დადიან, რო ჭხრეკენ რაიონებში, გურიაში, აბა კამერა არ ყოფილიყო რამეს თუ გავიგებდით. აი, გურიაში თუ კახეთში, ანა, რის განსხვავდებიან ეს ადამიანები, რომ არ ეცვა ზოგიერთ მათგანს პოლიციის ფორმა, რით განსხვავდებიან მოძალადე კრიმინალებისგან, გავეშებული, არ ვიცი, ხროვისგან, ვინც მზად არის, რომ ფიზიკურად გაუსწორდეს ადამიანს და არაფერად დაგიდებს მის სიცოცხლეს. ანუ სადმე გადის აი ეს ზღვარი ამ შემთხვევაში დანაშაულსა და სამართალდამცავის ქმედებას შორის. ეს რაც ჩვენ ნახეთ არის სირცხვილი მთლიანად მთელი სამართალდამცავებისთვის. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი ამას ასე აღიქვავს. ეს არის აი შეუიარაღებელი ერთი და ორი ადამიანის ხელში ჩაგდება და მასთან ასე გასწორება ნამდვილი მოძალადეობა კი არა, ნამდვილი არაქართველობაა. ის რაც არის ქართული კოდექსი, რომ არ შეიძლება სუსტი ადამიანის დაჩაგვრა, ამის წინააღმდეგაც არის. სისტემას რაც შეეხება, ჩვენ იმდენი დაუსჯელობა ვიხილეთ 20 წელი სრულდება, რაც ამას უყურებ და ამის წინააღმდეგ ვიბრძვი. და ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გაუარესა ზევიდან. მე აი ყოველდღე თავისუფლების მოედანზე რო გავდივარ, მახსენდება ლეონიძეზე ახალგაზრდა ბიჭი რო ცემეს 24 წელს შვილისა და ცოლის თანდასწრებით. ის არავის არ დაუსჯია. ეს ერთი შემთხვევა. ამის გარდა იმდენი ჟურნალისტი თავპირი გასწორებული. ეს დაამკვიდრა ქართულმა ოცნებამ. კეთილი ინებონ ეხლა ერთი წუთი.
გამოვიდნენ, გამობრძანდნენ თამაზ თამაზაშვილია თუ ვიღაცა არის ამდენი წელია 20 წელი პოლიციის მოშაკე სულხან თამაზაშვილი ის თამაზ სხვა არის კიდე ის სხვა თამაზაშვილი რა ხო არ გვინახავს მართალია და გამობრძანდეს ბოდიში მოიხადოს ის თვითონაც ახლა ვინ არის ჯერ ერთი თვითონ საკუთარი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკუთვნის უკვე მაგრამ ხო არ მივაყოლებთ არა ბავშვს ნაბან წყალს გამობრძანდნენ და კეთილი ინებონ და ხელი მოკიდონ ამ პოლიციელებს და ყველან მოსხავონ პასუხი. სამართლის პასუხისმგებლობამდე არ ვიცი, აი თვითონ ადამიანს საკუთარი მორალური კრიტერიუმები და მორალური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, თანაც საუბრობთ ზრდასრულ ადამიანზე, რომელიც ამხელა ძალოვან უწყებას ხელმძღვანელობს, ხო? რა არ ვიცი, რამ უნდა რა ნამუსმა და სინდისმა უნდა გაგიძლოს, რომ ვერ გადალახო რაღაცა პოლიტიკური კლიშე ვერ გადააბიჯო ამ შენს პოლიტიკურ მარწუხებს და არ გამოხვიდე და შენი კონკრეტული მოსაზრება არ თქვა ამ თემასთან, ამ საკითხთან, ამ ფაქტთან დაკავშირებით. აი მართლა არ მესმის და მხოლოდ მებრალებიან ასეთი ადამიანები, თუნდაც აი მართველი გუნდის წარმომადგენლები, ვინც დღეს ჟურნალისტების შეკითხვაზე რომ შეეფასებინათ ეს ფაქტი ვერაფერს ვერ პასუხობდნენ. იმასაც ვერ პასუხობდნენ, რომ ეს იყო აღმაშფოთებელი ეთყობა. არ ქონდათ კობახიძის კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით მოსმენელი. მაგრამ ეს ჩვენ ასევე უნდა შევხედოთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი ხაზგასმა არის, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ბიჭები, ჩვენი მეუღლეები არიან ჩვენ თვითონ ქალებიც, რომლებიც მუდმივად წნეხში ვართ და ძალადობაში ვართ, დღეს სწორედ ევროპარლამენტარების კომიტეტის წარმომადგენელთან ამაზე მქონდა საუბარი, ჩვენ ვართ სრულიად დაუცველები ამათ პირობებში. ისიც მინდა ვთქვა, ეხლა ისე არ გააკეთონ. აი დღეს არის ხუთშაბათი, ხო? აი რეალურად ორშაბათამდე აქვს დრო. ისე არ გააკეთონ, რომ ვანო მერაბიშვილის პრეს-კონფერენცია გირგვლიანის საქმეზე სამაგალითოდ იყოს მოსაყვანი. იმიტომ რომ მაშინ ის მაინც იგრძნეს მაგათ თავის დროზე, წნეხი იმხელა იყო, რომ გამოვიდნენ თანამდებობიდან გადააყენეს ეს 4-ეული, რომელზეც ხელს ვადებდით და გამოაცხადა ეს სქემაინც რომ დავიწყებთო, იმას რა ქვია, გამოძიებას დავიწყებთო და სანამ ამ რაღაცა ელემენტარულად იგრძნეს ვალდებულება, რომ ნაბიჯები გადაედგან. ორშაბათამდე აქვს დრო, გაგა ვინ არის მაგ პოლიციის ხელმძღვანელობა? ეხლა რა, იცით რა არის? ეხლა ცოტა სხვა სიტუაციაა. ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, შეხედეთ სხვა კი არაფერი არ არის კადიროვი, რასაც აკეთებს ჩეჩნეთში და რომელიღაცა პოლიციის უფროსი კრასნოდარში. იგივეა. ესე იგი, არ ვიცი, ხალხმა იცის თუ არა შემთხვევა, რომ გააქრეს, ვიღაცამ რაღაცა დაპოსტა და კადიროვმა ადგა და მისი ოჯახის წევრები გააქრო და მე იმ დაზარალებულის დედა გამოიყვანა ტელევიზორში ბოდიში მოახდევინა. ეს საქართველოს ვინ გორელები მოითმენენ ამ საქართველოს? ანუ ვიღაცას გონია გამეცინა, თუ ვიღაცას გონია, რომ ამ საქართველოს მოითმენენ გორელები. ხა ერთ რაღაცას გეტყვი. გუშინ რო იყო საუბარი იმაზე, რომ ისა რა ქვია, ხალ პროტესტი კიდევ არსებობს. ხალხნო, მე საერთოდ არ გამიკვირდა როგორ უნდა თუ საქართველოში ცხოვრობ, ხალხში თუ კაბინეტში ხარ და მართლა 3 თვეში ერთხელ გამოდიხარ, დახედავ მოხალხეს მეტროსთან და მე უკან შეხვალ, შეიძლება გაგიკვირდეს, რომ გუშინ იყო ბევრი ხალხი. მე არ გამიკვირდა, რატომ? შეხედეთ 1921 წელს შემოვიდნენ აქ ბოლშევიკები და მუსტრი გაგვავლეს. დააპატიმრეს ხალხი, გადაასახლეს, გააქციეს. 3 წელიწადში მოხდა ამ პირობებში მაინც მოხდა აჯანყება. სიკვდილზე 24 წელს ქაქუცა და მთელი კოტე აფხაზი და ეგენი სიკვდილზე წავიდნენ 3 წელიწადში. იმიტომ რომ ვერ შეეგუენ, მე ყველანი დახვრეტეს ისინი. შეუგუებლობა აი ამასთან, რაც ახლა ჩვენ ვნახეთ გორში, ამასთან შეგუება არ იქნება. თვითონაც იციან ეს კარგად, იმიტომ რომ გამოხდება ან რაღაცნაირად ულტიმატუმივით ჟღერდა თქვენი მხრიდან, რომ ორშაბათამდე აქვს დრო, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რამდენიმე დღე არის გონივრული ვადა იმისათვის, რომ მიიღოს ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ანუ ვის დააკისრებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას თუ დავუშვათ იგივე პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება, ვის მოუწევს და ვინ წავა უბრალოდ თანამდებობიდან ამის გამო, ანუ რა შეიძლება მოხდეს ორშაბათის შემდეგ, ანუ იცით რატო ვთქვი ეს, იმიტომ რომ ჩვენ 20 წელზე მეტია, დიდი ხანია მე პირადად აი ხელის შეხება მაქვს ძალადობრივ პოლიციურ სისტემასთან და
ყველაზე ცუდ შემთხვევაში, რომელიც მე მახსოვს და ტრაგიკული შემთხვევა, იმის მერე ძალიან ბევრი იყო, ბუტა რობაკიძე არ დაგვაგვიძეს. ბევრი იყო იმ დროს, მაგრამ აი ის საქმე, რომელიც მუდმივად ირჩევა, იქაც კი გირგულიანის საქმეშიც კი საზოგადოებრივი წნეხი რო დაიწყო, ვალდებულად იგზნო თავი ვანო მერაბიშვილმა, ბრიფინგი იყო, იმ ხალხს ხელი მე ხო გაასამართლეს, ჩვენთვის ეგ არ იყო ეგ სწორი ბურუსიძე. ვფიქრობთ რომ თუ შესაბამისი რეაგირება არ ექნება ამ ფაქტს, საზოგადოებრივი წნეხი ხელისუფლებაზე გაიზრდება, ამის მოლოდინი გააქვთ და საზოგადოებრივი წნეხი თუ არ გაიზრდება და ჩვენ თუ ვერ ვიგრძენით რომ აი ამას კადიროვიზაცია ჩვენ თვითონ უნდა გავაჩეროთ. მე მგონი ეს ჩვენისაც ვიცით. აბა რატომ არის რომ მეორე წელია ეს მშვიდობიანი ხალხი დავდივართ, ხო? 50000 იქნება 100 თუ 9 მილიონის ხო ყოფილა რა? იმიტომ რომ ამასთან აი ამ მართლობის სტილთან სადაც ვიღაცა არის ესეთი რაღაც ფაშა გამოდის და წკეპლით სახრეს ურტყავს სხვას და ჯგუფურად ესევა ჩაგრავს არაქართულად არავაშკაცულად პოლიციაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია ეს რომ პოლიციასთან კავშირში არ არის ამას რატომ და ლაპარაკი უმცირესობაც კი ასე ვთქვათ არ შეეფერება იმ მდგომარეობას რა მდგომარეობაშიც ეს დამარტოხელებული ადამიანი იყო 20-მდე პოლიციელის წინააღმდეგ რომლებიც ნუ მუშტიკრივით უსწორდებოდნენ მაგრამ ამავე დროს შეიარაღებულები იყვნენ ან რაში სჭირდებოდათ ასე უმოწყალოდ ცემა მაშინ როდესაც ელემენტარულად 2-3 კაცს უნდა შეძლებოდა ალბათ ბორკილებით მისი დაკავება და მისთვის რაღაცა ფიზიკური აქტივობის თუ წინააღმდეგობის გაწევის შეზღუდვა ეს ხო ძალიან ელემენტარულია კიდე ისიც არის რომ აქ საქმე არ აქვს ჩვენ მხოლოდ 1-2 ადამიანთან რომელსაც აქვს ძალადობრივი მიდრეკილებები. მაშინ ესეთი ჯგუფური მოხალისეობრივი მიდგომა, რომ მოდი ახლა მეც დავარტყავ, რაც გვინახავს გეუბნებით, აი რუსულ პერიფერიების კადრებში. ისეთ ქვეყანაში, სადაც პატრონი არ არის, პასუხისმგებლობა არ არის და აი ეს გაბრაზებული საშუალო დონის ჩინოვნიკი ჯავს იყრის დაუცვალ ადამიანზე. აი ესეთ ქვეყნებში ხდება ეს ყველაფერი. ეხლა ჩვენ რაც ვნახეთ აქ, ეს არის სისტემის ნაწილი უკვე. ეს ნიშნავს, აი გვინც დადის 15 ადამიანი ირევა და ყველას რო უნდა რომ წიხლი ჩააზილოს, ეს ნიშნავს, რომ პოლიციაში შიგნით არის დაბუდებული. და რატომ? რაც კი სამსახური იყო, რაც კი ინსპექცია იყო, რაც კი ადამიანის უფლებათა განყოფილება იყო, ყველაფერი გააუქმა ქართულმა ოცნებამ. თავპირი დაგვამტრიეს თავზე რაღაცეები გვესწროლეს ალექსანდრე თირკია ბავშვი, რომელიც ღმერთმა გადაარჩინა, მაგაზეც ისე დააზიანეს, მაგაზეც პასუხი არავინ არ არგო და რა უნდა იფიქროს იმ პოლიციელმა ჭოხატაურში? ჩემია გუდო და ნაბადიო უნდა იფიქროს, ხო? ხო და დღეს ჩემი აზრით ზუსტად გუშინდელის ფონზე დღეს არის მაგალითი რომ ამათ უჩვენოთ რომ ეგრე არ არის ეს არ არის ნინიას ბაღი არ არის ნინიას ბაღი შენ თუ გინდა ჩვენი მართვა ხო უნდა იცოდეს სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გამოვდა დღეს წესით მას შეიძლება ხა ხიბლშია ძალაუფლების ხიბლში არის ყველა იგია მაგრამ იმ სიტყვებში თვითონ ამბობს რომ არ შეიძლება ვის უპირისპირდებაო სააკაშვილი 2011 წელს ამბობს ქართულ ხალხს უპირისპირდებაო ხო უნდა გაითვალისწინო რა ფსიქოტიპთან გაქვს საქმე არა მაგრამ ხალხზე არის ეხლა თუ გორელები და ჩვენ გადავწყვეტოთ რომ არაფერი არ არის ნუ ვიღაცა ცემეს უკაცრავად ეგრე იყო და პოლიციის განყოფილებებიდან მე რო ვიზდებოდი ხალხი ცვიოდა ფანჯრებიდან ესეთი საქართველოც იყო პატარა ბავშვი ვიყავი და ესეც საქართველოში დაბრუნდება ყველა თქვენ ფიქრობთ რომ აი ხა ოპოზიციის დღის წესრიგი სწორედ რაღაცნაირად აი ამ ფაქტის გარშემო უნდა შეიკრას იცით რა არის სხვებზე მე ვერ ვიტყვი იმიტომ რომ არ ვიცი ხა თვითონ რას ჩათვლიან და როგორ მე ეჭვება რომ ეს მხარე იყოს მიხეილ სააკაშვილის ძლიერი მხარე თუ მას ვიგულისხმებთ აი რომ კონკრეტულად იმ ფლანგის ლიდერად და ეს ასეც არის ეს მხარე არ არის მიხეილ სააკაშვილის ძლიერი მხარე თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია ჩემი საქმე ნამდვილად არ არის რომ აი გუშინდელი ასე ვთქვათ უფრო სწორედ ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური ლიდერი ესე გამოკვეთილად თქვენთვის აი დარწმუნებით ამბობთ რომ არის მიხეილ სააკაშვილი მაშინ როდესაც თავად ამბობენ რომ ეს ერთობა სწორედ აი ამ პარტიულ ინდივიდუალიზმზე დგას და არავინ არავის
მოძრაობის ლიდერი არ არის, ყველა არის თანაბარი და სწორედ ეს თანასწორობის პრინციპი და თანამშრომლობის პრინციპი აერთიანებთ მათ. იცით რა არის? მან და არის ძალიან ბევრი უკვე პოლიტიკურ დისკუსიაში თუ წავალთ განხილვაში. გარკვეული, რა თქმა უნდა, არის დინებები, რომელიც მომდინარეობს ჯერ კიდევ 24 წლის არჩევნების ისტორიიდან, როგორ გაიყო ნაციონალური მოძრაობა, რატომ გაიყო, რატომ მიხეილ სააკაშვილის დღესაც ხანდახან გააკრიტიკებს მეორე ფლანგს, ხანდახან არ გააკრიტიკებს ხოლმე, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის არსებობს მოღალატე, რომელმაც ის ჩამოიყვანა საქართველოში და დაასახელებდა მას და შეგვამზადა და მე არაფერი არ თქვა. ეს არის ნაციონალური მოძრაობის 4-იანი და 5-იანი. ეხლა ისიც უნდა ვთქვათ, ეხლა ამას წინათ გავიგე, რომ 5-იანი ის ნაციონალური მოძრაობის სიმბოლო, საარჩევნო სიმბოლო ტრისტან წითელაშვილის პარტიას აქვსო, რომელიც ანუ ეს არის პირი, რომელიც თავის დროზე დააპატიმრა და გაასამართლა. ირონიაა, ხო, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს. იქ რაც მოხდა, კარგად თვითონ იცის სააკაშვილმა თვითონ უნდა იმოქმედოს ამასთან დაკავშირებით. სამშობლოს ღალატისთვის იყო, ხო, თვითონვე, ხო, და იმ ახლა მას აქვს მათი ნომერი, რომელშიც მილიონობით არის ჩასხმული, რომ გამختارიყო ბრენდი ნაციონალური მოძრაობის. ეს ჩემგან დამოუკიდებელი ფლანგია. მაგრამ როდესაც თუ იტყვიან ღიად თვითონ თქვან რომ არ არის სააკაშვილი მათი ლიდერი. არაპირდაპირ რა თქმა უნდა ამბობენ რომ არის, მან დიდი გაუგებრობა, გუშინ ვინც იყო გამოსული ბევრი ხალხი, იქ იყო ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი, ჩემი თანაპარტიელებიც იყვნენ, იმიტომ რომ იქ იყო ხალხი მოსული იმისთვის რომ გაუშვათ ბიძინა ივანიშვილი. უკეთესი საქართველოს კი რა ივანიშვილზე უკეთესი თუ გვინდა ეგ როგორ ეცი აი ორიანი რო არ მიიღოს შემოგვიყოფილო ხართ იმ სლოგანით რომელიც აი ამ ასე ვთქვათ საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ სათქმელად იქცა ერთ-ერთ ჰედლაინად შეიძლება ასე ითქვას საქართველოს იმსახურებს უკეთეს. იცით რა არის ამ მოძრაობას ახალი ჰედლაინი არ ჭირდებოდა. იმ საპროტესტო მოძრაობას ქონდა სლოგანი და ეს იყო ცეცხლი ოლიგარქიას. ეს იყო ფანტასტიკური გამოთქმა, რომელიც მოიგონეს მეპროტესტებმა და ეს იყო რაც გამოხატავს იმ უთანასწორო ეკონომიკურ სისტემასთან ბრძოლას და ჩვენ თავზე ჯდომას, რომელსაც წარმოადგენს ოლიგარქია. ოლიგარქია ივანიშვილი იქნება თუ ჩხარტიშვილი, ამ ერთად არიან ეგენი ყველანი. ის სისტემა, რომელიც არის ჩაგორელობითი პირდაპირ თუ ეკონომიკურად სისტემა, რომელიც არის ოლიგარქი. ცეცხლი ოლიგარქიას გადატანითი მნიშვნელობით. ანუ ბრძოლა ოლიგარქიასთან ეს ქონდა ამას ჩემი აზრით და საკმაოდ მებრძოლი და ხალხიდან ამოსული გამოთქმა იყო. და ამიტომ რა ვიცი, მე მას პატივცემ. თქვენ ღალატის თემა ახსენეთ და სულ 2 წუთის წინ დაუდია მიხეილ სააკაშვილს პოსტი ამ თემასთან დაკავშირებით. მინდა ყველას ვუთხრა, რაც შეეხება ჩამოსვლისა და ღალატის საკითხს, ეს არ ეხება არც ერთ მოქმედ აქტიურ პოლიტიკოს და უნდა შეწყდეს ამაზე სპეკულაცია, როცა დრო მოვა, აუცილებლად დავასახელებ იმ კაცს ვიღაცა მეჭუ მიიტანეს ნიკამელიაზე და ის არაფერ შუაშია, მოკლე შინაარსი ასეთი არის მისი ამ გზავნილის. მე მას პატარა ვიყავი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა და თავარი მისი დამახასიათებელი თვისება, რომელიც მომწონდა მიუხედავად იმისა, რომ მე რა თქმა უნდა გავხდი ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, იყო პირდაპირ საუბარი. აი ნახევრად მიკი მოკებული საუბარია მანამდე დაასახელო, რატო უნდა დაასახელო, მაშინ ეხლა 4 დღის წინ ეხლა შეცვალო. ეს პოლიტიკურ პროცესში საინტერესო არ არის და თან საინტერესოა ალბათ გვიყურებს ციხეში და გამომეხმაურა არაპირდაპირ. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რომ ქვეყანაში არის ქართული ოცნების მიმართ შეურიგებლობა. ჩვენ გრძნობთ რომ ჩვენ გვჩაგრავენ და ჩვენ ამას ამ ტაცებლურ ჩაგრულ სისტემას არ შეურიგდებით. ეს გამოიხატება ყველაფერში. ამას უნდა ავტობუსში ასვლა და ხალხის განწყობის მოსმენა. კი ბატონო, თუმცა გუშინ ცოტა სხვა ფორმა აირჩიეს იქ ოპოზიციურმა ლიდერებმა, ვინც დააორგანიზა ეს აქცია ხალხის მოსმენის, ანუ ხალხის საჭიროებების გაგონების უთხრეს, რომ Facebook Live-ში გასულიყვნენ და იქ მოკლედ ეთქვათ თუ რა მოლოდინები აქვთ ზოგადად ოპოზიციური ალიანსისგან და სამომავლო პროტესტისგან. სხვა შორის სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ კარგი იმით იყო გუშინდელი აქცია, რომ აი სხვა ოპოზიციური ლიდერები, ვინც ამ აქციას არ შეუერთდა, დაინახავდნენ, რომ პროტესტი არ წასულა და კიდევ უამრავი ადამიანი გამოდის ქართული ოცნების პოლიტიკის წინააღმდეგო. ფიქრობთ, რომ ადრე თუ გვიან შესაძლებელია სადღაც
წინააღმდეგობრივი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად სრულიად ოპოზიციის გზები გადაიკვეთოს. რაღაც საკითხში მაინც. აი თუნდაც დღევანდელი საქმე რომ ავიღოთ ძალადობის გორში. საქმე რა შეიცით? აქ მნიშვნელოვანი ასევე ის არის ის ამბები, რომელიც ჟურნალს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ ან გადასცენ უკრაინას, არ ვიცით, ხსმენიათ თუ არა, საუბარი არის ამაზე. ხა ესეც არის, რომ შეიძლება სააკაშვილისთვის ნათქვამი აქვს, რომ ცოტა ხანი არ გამოვიდეს, არ შეიტანოს აი ამაში რაღაცა დისონანსი, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო მას გაათავისუფლებენ, ამის იმედს აძლევენ. ის არის, მე ამას მას ვეძახი, ის არის ხელისუფლების ცოცხალი ფარი. ცოცხალი ფარი. აყვანილი ყავთ ტყვედ და ასე ყავთ აფარებული წინ და შესაბამისად ეხლა ადამიანი პატიმარი არის, თავისუფლებაში შეზღუდული აქვს და თავისი თავისუფლებისთვის იბრძვის. ამიტომ გავწიოთ გვერდზე სააკაშვილი. ან მისი პოლიტიკურად განეიტრალების სანაცვლოდ გაქვთ ეს ასე ვთქვათ მოლოდინი, რომ შესაძლებელია ის მას მისცენ უკრაინაში წასვლის შესაძლებლობა. არა, განეიტრალებისთვის არა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 11 წელია თუ 12 წელია ანუ პირიქით კიდე უფრო მეტად შექმნან მისგან პოლიტიკური საფრთხობელა ამას გულისხმობ. არ ვიცი, შედეგებს შევხედოთ, რა მოხდება და როგორ მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ის რომ სააკაშვილი თავის დროზე, როდესაც ცალკე გავიდა 4-იანი შეიქმნა, როდესაც იქ წავიდა ეგრეთ წოდებული ნიკა გილაურის ფული, მიუხედავად იმისა, რომ შემოწირულობები, ხა მე იურისტი ვარ და უყურებ, მაგრამ შემოწირულობებში გილაური არსად არ არის და ამაზე მთელი დაიკარგა ყველაფერი ნაციონალური მოძრაობა ორად გაიხლიჩა. სააკაშვილი მამას არ დაუპირისპირდა, ახლაც ხან უპირისპირდება და ხან არ უპირისპირდება. მეორე ის არის ცოცხალი ფარი, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია მისთვის ნათქვამი აქვთ, რომ ამ ვითარებაში არ ჩაერიოს, არ გაამწვავოს, არ არიოს, იქიდან გამომდინარე, რომ მას ელის თავისუფლება და ეს იყოს დაპირება. ეს არის ბუნებრივია, თუ ტყვედ ყავს ადამიანი აყვანდა ელაპარაკები რაღაცა პირობას შესთავაზებ. ხო, ეს ერთი. ეხლა მეორე თქვენ კითხვას მინდა დაუბრუნდე. მე ამათთან რა თქმა უნდა ესენი არიან ცალკე ოპოზიციური პარტია. არ დაგვავიწყდეს ერთად 4-იანმა და 5-იანმა წინა არჩევნებზე 24 წელს თბილისში მიიღეს 100,000 ხმაზე მეტი. ეს არის რეალური ფაქტი. ხო, მათ ხალხი აძლევს ხმას, რეალური ოპოზიცია არის, ანუ იმ გაგებით რომ ხალხი თulis რომ ის არის ოპოზიცია და ვიღაცებს წარმოადგენდა. მე ამ ამომრჩეველს, მათ შორის რომელიც მიტინგზე გამოდის, რომელიც მათი ამომრჩეველიც იყო და ძალიან ბევრი ნეიტრალური, აგნოსტიკური ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა ბიძინა. ეხლა მე ამ ხალხს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა დღის წესრიგები გვაქვს. ჩემი საქმე არის დღეს არ მჭირდება მოსმენის გამოცხადება, იმიტომ რომ მე ვარ სულ ხალხში. ამას ხალხი ხედავს აგერ წინა 2-3 კვირის განმავლობაში, სად არ ვიყავი, პატარა კერა თუ არის, სადაც ადამიანს რაღაცა ხმა ჭირდება, იქ მივდივარ. ხო იცით ეს ჩემი სტილი. ანუ ყოველს თავისი ხელწერა აქვს. ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილი უნდა გავათავისუფლოთ. ახლა შეუძლია თუ არა სასამართლო გაათავისუფლოს იმ ხალხს, რომელმაც ეს სასამართლო შეგვიქმნა, მურუსიძეს შინჩალაძე, მე ხო არ შევქმენი, ამ ხალხმა შექმნა. ხო? მე მგონი ეს არ შეუძლიათ, ასე ვთქვათ, როგორც თავად თქვით, ბიძინა ივანიშვილის გათავისუფლება ამ ხელისუფლებიდან, ამას გულისხმობდით, ხომ? ანუ შესაძლებელია ეს პროტესტი, არ ვიცი, მწვავედ უფრო ზოგ მომენტში რაღაცა უფრო მდორედ, ზოგან ინერციით, ზოგან უფრო დიდი მასშტაბურობით მივიდეს 2028 წლამდე, როდესაც უკვე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არის ჩანიშნული. თქვენ როგორი პოლიტიკური თვალთა ხედვა გაქვთ ამასთან დაკავშირებით? იცით რა, მე არ მიყვარს აი ესეთი მსჯელობა, რომელიც არის უფრო მკითხაობა, ვიდრე მსჯელობა. იმიტომ რომ რეალურად დღეს საქართველოში მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს, ეს ზუსტად დაგეგმილი აქვს მარტო ერთ ადამიანს, რაღაცა ირაკლი კობახიძემას არაფერი არ იცის, მასაც ურეკავენ, ეუნებიან, ეს თქვი, ხო? ამიტომ ეხლა ჩვენ ვერ გამოვიცნოთ და ბიზნოლოგიას საერთოდ რომ დომოდა ვიქნებოდი, არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს საქართველო. ამიტომ ეს არ არის საინტერესო. საინტერესო არის, რომ აი ამ კვირას მე მქონდა 2 შეხვედრა ამერიკულ დელეგაციასთანაც და ეხლა მოვდივარ ევროპარლამენტარების ძალიან წარმომადგენლობითი 5-6 ევროპარლამენტარი იყო ჩამოსული მასთან შეხვედრებიდან. ორივე ფლანგი
აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე მოვლენებში. ორივე ფლანგი მეტნაკლებად, ორივე მხარეს აინტერესებს ქართველები ვიყოთ კარგად. მეტნაკლებად, მეც აინტერესებს მეტი კომერცია, მეორეს მეტი ადამიანის უფლებები. მაგრამ აქ აი ესეთი თარეში, რა თარეშიც იყო აქამდე, იმიტომ რომ გეოპოლიტიკურად იყო მე ამას ვეძახი და საერთაშორისოდ რო ვწერ ბაბილონის მომენტი. ბაბილონის მომენტი რა არის, ხო? რომ აირია ენები, აირია წესრიგი ადამიანებს ერთმანეთი არ ესმის. ეს ბაბილონის მომენტი იყო 24-25. იხელთა ამით ბიძინა ივანიშვილმა და დაგვახჭო კინაღამ, ხო? თუ ფულით, თუ კანონებით. ესე აღარ იქნება. ორივე დელეგაციაში ცალსახათი ითქვა, რომ აქ იქნება დიდი და სერიოზული ყურადღება. ხო, ეს ყურადღება რაში გამოვლინდება, ესე ძალიან საინტერესოა და აი კარგი ახსენეთ ეს შეხვედრები, იმიტომ რომ ბუნებრივია ყველას გვაქვს ინტერესი, თავად როგორ ხედავენ ჩვენი დასავლელი გულშემატკივრები, ვეღარც კი ვუწოდებ ხოლმე მათ პარტნიორებს, იმიტომ რომ გაუქმებული აქვს ფაქტობრივად ეს პარტნიორული ურთიერთობა და ეხლა როგორც თქვეს მათთან შეხვედრის შემდეგ გამოსულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ახლა თავიდან უნდა დაიწეროს მათი მხრიდან ის პოლიტიკური დამოკიდებულება, რომელიც ექნება ევროკავშირსა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებაში. აი თვითონ თუ არ ვიცი, გაგაცნეს საკუთარი თვალთახედვა ამ კრიზისიდან გამოსვლის გზა როგორ წარმოუდგენიათ, იქნება პირიქით კიდევ ერთხელ აიღონ თავის თავზე, არ ვიცი, მომრიგებლის, მედიატორის როლი და რაღაცნაირად შეეცადონ სწორედ ამ გზით განმოხტონ სიტუაცია. მე არა, ეს არ ყოფილა და თან არც მგონია რომ სწორი იყოს. იმიტომ რომ ჩვენ საკითხებს და ჩვენ თემებს და ჩვენ ჯვარს ვერავინ ვერ გასწევს. შეიძლება მოგეხმარონ, პირიქით, დიდი პატივისცემა არის ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ, იმის მიმართ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ძალა, რა ძალაც არის, ეს არის უდრეკობა და მედეგობა, რაც ჩვენ გვაქვს, ხო? და ჩვენი ძალიან მყარი ფასეულობები. ანუ საუბარი იყო იმაზე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მე თვითონ გამოვხატე ის რომ არ იყო კარგი ჩვენთვის იყო მტკივნეული, როდესაც აშშ დაკავებული იყო თავისი შიდა საკითხებით, მაშინ იყო ხელისუფლების ცვლილება და საქართველოზე შედარებით ნაკლები ყურადღება იყო და მეორე მხრივ აგერ არის შუადერეფანი. არავინ, როდესაც აზერბაიჯანი უნიკალური ამაზე წერდა, საუბრობდა, ოცნებობდა საწყალი ღმერთმა გაანათლოს, ზვიად გამსახურდია. შვიდობიანი კავკასია, კავკასიური სახლი შეიძლება შედგეს, რომ სომხეთი გაექცა რუსეთს, აზერბაიჯანი გაექცა რუსეთს, აი ახლა ვართ ჩვენ რომ ეს დიდი სიამოვნებით ხელებ დაკაბეწებული გვინდა ვიყოთ 95-ე ოლქი. სასაცილოა, ხო? და ორივე ჩვენი ფლანგი, ჩვენი პარტნიორებისა თანხმედრაშია იმაში, რომ ჩვენთან ერთად არაპირებს, რომ ამას საშუალება მისცეს. ანა, სხვა შორის ამასობაში ინფორმაცია მოგვისწრო, რომ პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში ფიზიკურად იძალადეს სამართალდამცავებმა, გაათავისუფლეს. და ის გადაჰყავთ ექსპერტიზაზე. არ ვიცი, ეს ბოლო ინფორმაცია რაიმეს გეუბნებათ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რამდენად გონივრულად და პასუხისმგებლობით შეიძლება გამოიყენოს ეს, როგორც თქვენ თქვით, ორშაბათამდე დარჩენილი დრო ხელისუფლებამ. შესაძლებელია მოყვეს ამ ფაქტს ადეკვატური რეაგირება? საერთოდ ქართული ოცნებიდან ადეკვატური რეაგირებას ჩვენ დიდად რა თქმა უნდა არ ველით და თუ ამას მოყვება აი ამ ხალხის პასუხისმგებაში მიცემა, ეს ჩვენთვის მაინც იქნება აი როგორც პატარა ბამბას რო ჭრილობაზე დაიდებ. ეს არ არის სისტემური მოგვარება. სისტემური მოგვარება არის ამათი გაშვება და სისტემის გამომზეურება, სიმართლის პროცესის მოწყობა, ამოტანა გარეთ, ვინ რა, როგორ, იცით რა არის, ემა, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. არ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. ამას მე ვითხოვდი. რატო არ გააკეთა, იცით? თურმე ეს სისტემა თავისთვის უნდოდა. თურმე ეს სისტემა 11-ში, 12-ში რომ ვამბობდით, სიმართლის კომისია მოაწყე რომ გამოვიდეს გარეთ, გავიგოთ რა მოხდა, როგორ ეს მოსამართლე ვინ მოიყვანა, ეს პოლიციელი როგორ მივედით აქამდე. მაშინ ეს ასე ვთქვათ, აიხსნა ერთგვარი კოაბიტაციით, რომელიც შემდეგ თქვენს უკვე რომ ამერიკელებმა თავს მოახვიეს და რაღაცა აიძულეს. კი, და თურმე ეს რა თქმა უნდა იყო ტყუილი, იმიტომ რომ მე რას
რასაც ვამბობდი, ეს იქაური წიგნებიდან მომდინარეობს, იქაური მეცნიერებიდან მომდინარეობს, მე კი არ მოვიფიქრია გარდამავალი მარცხაჯულები. ახლაც არ უნდა გავაკეთოთ ეს. ეს უნდა, ეს მნიშვნელოვანია, პატარა სიგნალი, რომ ეხა გვაცრავად კადიროვიზაციას მართლა არ ამგონია, რომ ეგრე ქვია, ოთარი პაპაროა გორში, ეხლა იმას უნდოდეს, რომ ხვალ კადიროვი მიადგეს, მაგრამ და შვილიშვილი მოუტაცოს სახლიდან. არ ამგონია. მაგრამ ეს მაინც იქნება დროებითი ნაბიჯის სრულ გათავისუფლება. მადლობა ანადოლიძეს, პარტია ხალხისთვის ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ გიორგი შარაშიძე, პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატი შემოგვიერთდება. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. ბოლო ინფორმაცია გორში პოლიციელების მიერ ნაცებ მამაკაცთან დაკავშირებით არის ის, რომ პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც არაერთმა სამართალდამცავმა ფიზიკურად იძალა და გაათავისუფლეს და როგორც ადვოკატი უწყება, ის ექსპერტიზაზე გადახავთ, სხვათა შორის სწორედ ადვოკატის ჩართვით დავიწყეთ ჩვენ დღევანდელი გადაცემა და სწორედ ამას მოითხოვდა ის სამართალდამცავებისგან, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემი და ნაწამები პაპუნა ლოცულაშვილი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მასზე მოძალადე პოლიციელებს ყავდათ დაკავებული და ფაქტობრივად გამოკეტილი პოლიციის განყოფილებაში გაითავისუფლებინათ და მიეცათ შესაძლებლობა ექიმებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასე ვთქვათ აღეწერათ. გიორგი შარაშიძე, პარტია გახარია საქართველოს პარლამენტის დეპუტატია ჩვენთან ერთად. გიორგი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. აიღოს სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუხდეს ადეკვატური გამოძიება, რომ ეს არ არის ერთადერთი ფაქტი და ერთეული შემთხვევა, რომ უკვე სისტემურ ხასიათს იღებს სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულები მოქალაქეების წინააღმდეგ. ასეთი მოწოდებები დღეს პოლიტიკოსების მხრიდან არაერთი მოვისმინეთ, მაგრამ გაქვთ რაიმე მოლოდინი, თუნდაც აი ამ ბოლო განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რომ ამ კონკრეტულ ფაქტს მაინც მოყვება სწრაფი და ადეკვატური რეაგირება და არ მოხდება, როგორც ვნახეთ, 4 დაკავებული სპეცრაზმელის შემთხვევაში, რომელიც დააკავეს თვეც არ არის, მე მგონი, გასული მათი დაკავებიდან 2024-2025 წელს მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით. ემა, მოგესალმებით, მაყურებელს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე დღე აღმოჩნდა. მაგრამ კიდევ უფრო მძიმე არის ის, რომ ჩვენ უბრალოდ დღეს კადრებში ვიხილეთ ის, რაც ხდება ყოველდღიურად. და ეს არის არა მხოლოდ უბრალოდ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ეს რა თქმა უნდა არის სისტემური დანაშაული და ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ერთჯერადი შემთხვევა. არამედ სხვათა შორის იქიდან გამომდინარეც, რომ უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აი ესეთი სასტიკი მოპყრობა, ფაქტობრივად ძალადობა და მათ შორის ჯგუფური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხდება ყოველ დღე და უბრალოდ საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. და მადლობა იმ მოქალაქეს, ვინც შეძლო იმიტომ რომ შემთხვევით ვერავინ გადაიღო. იმიტომ რომ შემთხვევით ვერავინ გადაიღო. და შეიძლება გამოვიდეს მართლაც, რა ვიცი, დაზარალებული ადამიანი, მსხვერპლი, ისაუბროს ამაზე, რამდენი შემთხვევა ვიცით, გიორგი, ბოდიში გაგაწყვეტინეთ, მაგრამ აი მართლაც მთელი დღის განმავლობაში, აი ვიცი, სიბრაზეს და აი ამ ასე ვთქვათ, მოზღვავებულ ემოციას, უსამართლობის განცდას მართლა ვერ ვუმკლავდები. რამდენი შემთხვევა ვიცით, როდესაც გახმაურებულა, ოღონდ ეს გახმაურებულა ზეპირსიტყვიერად მტკიცებულებების გარეშე, რომ არასრულწლოვანებს აჩერებენ პოლიციელები, უღირსად ექცევიან, შეურაცხმყოფელად ხდება მათი, ასე ვთქვათ, ჩხრეკა, გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში უსაფუძვლოდ და კანონს მიღმა მათთვის თავისუფლების აღკვეთა და ასე შემდეგ. რომელ ასეთ ფაქტზე მომხდარა რეაგირება? არც ერთზე არ მომხდარა, სამწუხაროდ და იმიტომ,
რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის წახალისებული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან. და თუნდაც თავად ის ფაქტი, რომ აი დღევანდელი მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც შევახსენოთ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, რომ არის სანქცირებული და არის სანქცირებული რისთვის? სწორედაც რომ ანალოგიური დანაშაულების ორგანიზებისთვის. იმიტომ რომ ის არის ადამიანი, რომელიც პასუხს აგებდა იმ სასტიკ მოპყრობაზე მშვიდობიანი პროტესტანტების მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა თბილისში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. და რა გააკეთა ოცნებამ? ნაცვლად იმისა, რომ ის და კიდევ ბევრი სხვა აღარ ჩამოვთვლი ხა გვარებს და სახელებს, დაესაჯა, პასუხი მოეთხოვა, ჯერ ვნახეთ რომ საერთოდ ორდენებით დააჯილდოვეს და მე ვნახეთ როგორ დააწინაურეს, ხო? ჯერ აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე და ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოსტზე. ხომ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ახლა დღეს მაგალითად ხა თამაზაშვილი იქნება მინისტრი თუ სხვა რამე შეიძლება სამწუხაროდ. რატომ? იმიტომ რომ ეს ყველაფერი სისტემური დანაშაულის, ასე ვთქვათ, გამოძახილია და უბრალოდ გამოვლინდა დღეს ფაქტად ვნახეთ. ვიდეოში ვიხილეთ გადაღებული როგორ ხდება ამ სამართალდამცავებისთვის დამაბრკოლებელი გარემოება რომ ყოფილიყო შესაძლებელია ასე ვთქვათ უფლებამოსილების გადამეტებისთვისაც კი პასუხისმგებლობა დამდგარიყო რა თქმა უნდა ასეთი თავენებობის უფლებას უბრალოდ ვერც გაბედავდნენ დარწმუნებული ვარ. ერთი სამართალდამცავი მაინც ხო შეიძლება აღმოჩენილიყო იმ 10-ში თუ 12-ში, რომელიც ნუ არათუ რაღაც მინიმუმ სიტუაცია ეცდებოდა, რომ სიტუაცია ჩაეწყნარებინა და ასე შემდეგ. იქ კადრებში ჩანს ის ადამიანი, საერთოდ იდგა უბრალოდ არაფერს არ აკეთებდა. რა წინააღმდეგობაზეა საერთოდ ლაპარაკი და თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ რაც არ უნდა ეცადონ, ვერაფერს ამ ადამიანს ვერ დააბრალებენ. და ამ დროს ესეთი ადამიანები, ასე ვთქვათ, მოდი რიგითი არ მიყვარს ეს ტერმინი, რიგითი მოქალაქე ყველაზე მეტად დაუცველია ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ მოქალაქე, რომელსაც თავად სახელმწიფო უნდა იცავდეს და სახელმწიფო უნდა ქმნიდეს გარანტიას მოქალაქის დაცვის ძალადობისგან, სახელმწიფო თავად არის მოძალადე. თავად არის კრიმინალი, მეცაც გეტყვით. აი ხა ამ კადრებს რომ უბრალოდ მოვაცილოთ პოლიციის ნიშანი ამ ადამიანებს, უბრალოდ ეს კადრები რომ რო არ ვიცოდეთ და რო გვენახა. გაარჩ ვინმე გაარჩ და გვეკითხა ხალხი, როგორ ფიქრობთ, ვინ არიან ესენი? დარწმუნებული ვარ 100 მნახველიდან ასევე იტყოდა რომ ესენი არიან კრიმინალები. იმიტომ რომ უბრალოდ წარმოუდგენელია პოლიციელი ეს ექცეოდეს ადამიანს. რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ჯერ ეგერთი, მაგრამ მით უმეტეს მაშინ, როდესაც ფაქტობრივად არ მგონია იქ ხარ რამე განსაკუთრებული დანაშაული ყოფილიყო. თქვენ ყვებოდით ფაქტებს. აი პროვოცირება ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ეს არის სწორედ მათი მიდგომა. სხვათა შორის აი ნოემბერ-დეკემბრის აქციების თემაზე სულ ამას რომ აი როგორ რა თქმა უნდა პოლიციელი უნდა იყოს დაცული და არავის აქვს უფლება პოლიციელზე არც თავდასხმის და არანაირი ფიზიკური შეხებისაც კი, მაგრამ აქ რა ხდება? აქ ფაქტობრივად იმდენად გამოყავთ ადამიანები წყობიდან, აი პროვოკაციაზე იწვევენ, ხო? რომ იქ ნუ რაღაცას ახლა ბოლო-ბოლო გამოსტყუებენ, ასე თქვა. და ამას აკეთებენ, რომ გამოტყუონ ადამიანს, არ ვიცი, ან ფიზიკურად, ან სიტყვიერად გამოხატოს რაღაცა ტიპის შეურაცხყოფა, ასე თქვა, ალიbi შეიქმნან თვითონ შემდგომ იმ ძალადობისთვის, რასაც აკეთებენ და რაც ვნახეთ. ახლა ემა ერთი რამე მინდა თქვა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ აი ეს რაც ვნახეთ დღეს ეს ხდება გორის პოლიციაში და არ ხდება ხაშურის პოლიციაში? ან რა ვიცი, ქარელის პოლიციაში არ ხდება იგივე? აი რა ლოგიკაა, ხო? ეს უბრალოდ რეგიონზე საუბრობ. მეტიც მინდა გითხრათ, მე შევაკეთ ამ ადამიანების გამბედაობას, ვინც ეს ფაქტები გადაიღო. მე დარწმუნებული ვარ რეგიონში იმდენად ბოდიშვიხდი, მაგრამ ნუ ეს ხდება ხოლმე უდიდესი წნეხის, დაშინების манипуляციების გამოყენებით, რომ შეიძლება ბევრს ვერც გაებედა გიორგი ამ ყოლაფრის გადაღება მოსალოდნელი შედეგების გამო, იმიტომ რომ ეს არის სისტემური ხასიათის მართლაც ხალხზე ზეწოლა განსაკუთრებით კი ფსიქოლოგიური ფორმით, იმიტომ რომ რაღაცა მიჩნეულია, რომ ხელისუფალს ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით რეგიონებში დგას მწვავედ ეს პრობლემა, თითქოს ყველაფრის უფლება აქვს და ის არის ყველაფრის ბატონ პატრონი და განკარგავი. რეგიონში კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა და ამიტომ ამბობ, რომ რა გარანტია გვაქვს? გორში ხდება ეს და არ ხდება სხვა რეგიონებში და სხვა რაიონებში. მით უმეტეს იქ სამხარეო პოლიციის უფროსიც თუ არ ვცდები ჩართული ყოველთვის ყოფილიყო ჩართული. რა მნიშვნელობას? ფაქტია, რომ ეს არის დაშვებული ნორმა, რა ნორმითაც დღეს პოლიცია და სახელმწიფო ზოგადად ეპყრობა ადამიანებს. ანუ სახელმწიფო რისთვის არსებობს, რომ დაიცვას ადამიანი. ორი ძირითადი პრობლემისგან. პირველი ეს არის ძალადობა, ფიზიკური ძალადობა. ეს ადამიანი თავად არის სახელმწიფოსგან დასაცავი, ანუ ასეთი მდგომარეობა სოციალური სიდუხჭირის გამო და
არავინ არის ვინც დაიცავს, აი ფაქტშორის გამახსენდა რომ იმ დროს, როდესაც საქართველოში მოქმედებდნენ დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციები, ხო, NDI, AIRAI და სოციოლოგიურ კვლევებს ატარებდნენ დიდი ხანია, მე მგონი დაახლოებით 2 წელი ნამდვილად იქნება, რაც ასეთი ტიპის სოციოლოგიური გამოკითხვა არ ჩატარებულა. არ გულისხმობ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებს საერთოდ არ მაინტერესებს. მაშინ იყო ხოლმე, ასე ვთქვათ, დასმული შეკითხვა დაახლოებით ამ შინაარსის თუ ვის მიმართ ქონდა ყველაზე მაღალი ნდობის მანდატი საქართველოს მოქალაქეს და ერთ-ერთ პირველ ადგილზე არ ყოფილა, მაგრამ პირველ ხუთეულში ყოველთვის ხდებოდა ძალოვანი უწყება სამართალდამცავი. მახსოვს პატრიარქი იყო პირველ ადგილზე ყოველთვის და პოლიცია და ჯარი იყო აი ამ სამეულში. ჯარი კი ბატონო აუცილებლად. ნუ ყოველ შემთხვევაში ხუთეულში ყოველთვის ხდებოდა. მე წარმომიდგენია ამ ეტაპზე რომ ჩატარდეს არსებულ მომენტში რომ ასეთი გამოკითხვა ჩატარდეს ძალიან შემცირებული იქნება საზოგადოების მხრიდან ნდობის მანდატი ძალოვანი უწყებების ამ შემთხვევაში პოლიციას გულისხმობ განსაკუთრებით რა თქმა უნდა ნამდვილად ასე გეთახმები და მოდი დავსვათ თავარი კითხვა ეს ყველაფერი და ძალიან სამწუხარო რეალობაა მაგრამ საბოლოო ჯამში რითგან სხვავდება ოცნება ნაციონალური მოძრაობისგან ფაქტობრივად დღეს ჩვენ გვაქვს თუ კიდევ უარესი არ არის რაღაც გარკვეულ ასპექტებში, ხო? ან ამას საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთზე უარესები არიან, მოდი ასე ვთქვათ. და ის ცნობილი ფრაზა ნაცებო თქვე კოცებო. აი დღეს უნდა უთხრა ყველა კოცს. ყველას ირაკლი კოპახიძიდან დაწყებული მამუკა მდინარაძე დამთავრებული სხვათა შორის რომელიც დრო გეკითხა იმიტომ დანიშნეს ძალოვანი სტრუქტურების მაკოორდინირებელ სახელმწიფო მინისტრად რომ თითქოს რაღაც უფრო ეფექტურად უნდა განახორციელებინა კონტროლი და ეს არის დიდი ბოდიში კონტროლი ანუ ამისთვის შემოიღეს სახელმწიფო თავისი წილი პასუხისმგებლობა კი არა როცა ნიშნავდნენ და მთელი ოცნება და პარლამენტი და უმრავლესობა რო გამოვიდა და კაცო ეს სპეციფიური და მნიშვნელოვანი მიმართულებაა და კოორდინაცია თუ არ მოხდაო აბა ისე როგორ იქნება და ეს არის კოორდინაცია? რაც მამუკამდენა რა გამოვიდეს და ახსნას. ეს არის ამისთვის დაინიშნა? გავიგე რომ აპარატი არ აქვს და არაფერი არ აქვს და იქ ვიღაც ოთახში ზის, მაგრამ ამ მნიშვნელობა აქვს. ხო დაარქვეს რაც დაარქვეს, რომ სახელმწიფო მინისტრი ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში და ეს არის კოორდინაცია და ამისთვის დაინიშნა? და ამაზე პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა დადგეს. მე ხა სამწუხაროდ ჩვენ რაღაც უკვე შევეჩვიეთ, რომ ხა კალაძე იყო ყველაზე გამოხატული მაგალითი სხვათა შორის, ვინც არასდროს არაფერზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და მორალურ პასუხისმგებლობას არ იღებდა და დღემდე აგრძელებს, ხო? პირდაპირ და გადაჭრით გითხრა, რომ მე ჩემს თავზე ვარ პასუხისმგებელია. ეს ავტომატურად არ ნიშნავდეს, მერობა ავტომატურად არ ნიშნავდეს ყველაფერზე პასუხისმგებლობას და იგივე ეხება პრემიერს და იგივე ეხება ყველას აბსოლუტურად. ხა ეს დინარაძის მაგალითი არ მოვიყვანე, ხო? იმიტომ რომ დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც სწორედაც რომ ოცნებამ მოახერხა და ამას მართლა მოხერხება უნდა რომ აი ნაციონალური მოძრაობის მეთოდები დააბრუნა ქართულ პოლიციაში. იმიტომ რომ ხა ის შემთხვევები, რაც ჩვენ ვიცით, ხო? მე ხო უბრალოდ ის არ მინახავს ესე კადრები გადაღებული ვიდეო მასალა და უბრალოდ არ ვიცით იგივე გერგულიანის კვლელობის ადამიანს არ დაუჯერებდა არავინ მერწმუნეთ და მით უფრო ხა არც გამოძიება ამას არ მოყვებოდა რომ არ იყოს ეს ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ასახავს ცხადად ფაქტს. კი ბატონო, ცხადად და თან ახლა აქ ძალადობაც არის და ძალადობა, ხო? ანუ ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობას არ გიწევს, ანუ ფაქტობრივად განეიტრალებულია ბოლომდე, ხო? დამორჩილებული ყავს, გარიდებული ყავს, რომც დაუშვათ, რომ ის რაღაც საფრთხეს წარმოადგენდა და ამას ხო ძალადობამ ადამიანზე და თან გიერთდებიან ეს შენი ეგრეთ წოდებული კოლეგები, რომლებიც აგრძელებენ ამ ადამიანზე ძალადობას. ანუ ფაქტობრივად აი სასტიკად გაიმეტეს ეს ადამიანი და დიდი ბოდიში ვინ იყო პასუხისმგებელი ახლა შემთხვევით ახლა ხო იცით ფიზიკური შეხლა შემოხლის დროს შეიძლება სრულიად შემთხვევით ასე ვთქვათ რაღაც ისეთი მოხდეს რომ დამთავრდეს ყველაზე მე საერთოდ ეჭვი მიჩნდება რომ ამ ადამიანებისგან რომელიმეს მაინც ასე ვთქვათ რომელიმე მაინც მენტალურად ჯამთველია გიორგი იმიტომ რომ აი შეუძლებელია ხედავდე ძალადობის ასეთ მასშტაბს და არა თუ არ ცდილობდე რომ რაღაცნაირად განმოხტო სიტუაცია პირიქით შენ ამ ყველაფერში მონაწილეობ ან ძალიან მშვიდად თვალს ადევნებ ამ ყველაფერს აი მე მართლა შორს არ ვიცი რა ასე ვთქვათ სამედიცინო შემოწმებას გადიან ადამიანები რომლებიც პოლიციაში მსახურობენ მაგრამ იმას რასაც მე ვუყურე
იმ ჯგუფში რა ჯგუფში ძალადობაში მონაწილეთაგან არ მგონია რომ რომელიმეს კონდეს ჯანსაღი ფსიქიკა. აი ზუსტად მაგიტომ რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ და რა თქმა უნდა გეთახმებით ყველაფერში. დღეს ჩვენ იცით ალბათ ბრიფინგიც ჰქონდა პარლამენტში გიგაფარულოვამ ჩაატარა და იქ ვთქვით და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო რომ რა თქმა უნდა არამხოლოდ უნდა დაისაჯონ ეს პოლიციელები და უნდა დაისაჯოს უკლებლივ ყველა რა მე შენ გეტყვით თულია იქ გამოცნობა ვინმესე უკლებლივ ყველა 12 თუ იყვნენ 12-ვე მთელი მათი ხელმძღვანელობა ოღონდ რა არის მნიშვნელოვანი არასდროს ეს ადამიანები არ უნდა დაბრუნდნენ პოლიციაში მათ უნდა აეკრძალოთ პოლიციაში მუშაობა მას შემდეგ რაც სასჯელს მოიხდიან პოლიციაში მუშაობა უნდა აეკრძალოთ იმიტომ რომ ეს უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის რომ ადამიანზე ძალადობა პოლიციელის მხრიდან აი კრიმინალური მეთოდებით და მართლა კოცებო თქვენ ნაცებო იმიტომ რომ ნუ აბა სხვა მაშინ რა გამო ამაზე დგას ეს რეჟიმი და კიდე ახერხებს ხალხს დააჯეროს რომ ნაცებზე უკეთესები არიან და ხედავთ რომ ფაქტობრივად არა თუ არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთზე უარესები არიან და აბა მაშინ რას თავაზობენ ხალხს კიდე ვიმეორებ ხო და ისე მდინარაძეს მინდა დაუბრუნდი ანუ მდინარაძე მაკოორდინირებულად დაგვინიშნეს და იმისთვის დაგვინიშნეს რომ კიდე უფრო გააღრმავოს და კიდე უფრო წაახალისოს ძალადობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზოგადად ძალადობის სტრუქტურებში. სოციალური ქსელების პოლიცია იქმნება. და ხო და მარტო იმიტომ Facebook პოსტებთან მებრძოლი გენერალია. და ამიტომ ნახეთ ეს არ არის. აი ვატყობინებთ ხო კიდევ ერთხელ პირდაპირ ეთერს რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა დანაშაულის ამსახველი დანაშაულის ამსახველი ფაქტები და შეისწავლეს. ხალხი რომ Facebook-ზე და არა მხოლოდ Facebook-ზე, სოციალურ მედიაში ამაზე აღშფოთებული ხალხი გამოვა და ოცნებას გინებას დაუწყებს. ეხლა მე მოვა გენერალი მდინარაძე და ამ ადამიანებს დაიჭერს. სიძულვილის ენა გამოხატეთო და ეს როგორ შეიძლებაო? კანონით არის აკრძალული ყველა კი არ შექმნენია ხელა დეპარტამენტი. სიძულვილის ენა დაჯადიქმედება და პოლიციელების მხრიდან ადამიანის ძალადობა ფიზიკური ფიზიკური ძალადობის ავტორი ხო ჩვენ აქამდეც ვამბობდით ხომ როცა გავიგეთ ამ წარმოუდგენელი ეგრეთ წოდებული სამართლოს თუ დეპარტამენტის შექმნა რომ თავად არის ოცნება ამ ძალადობის ენის და სიძულვილის ენის ავტორის შემოქმედი დამნერგავი, მაგრამ ახლა უკვე ვხედავთ აქამდეც ვიცოდით რა თქმა უნდა დღეს დადასტურდა რომ ფიზიკური ძალადობის დამნერგავი ოცნებაა. და ამიტომ არის ის რომ ის არაფრით არ განსხვავდება ნაციონალურ გიორგი ხოთეშორის თქვენს პარტიას როგორც დეპუტატებს გააქვთ იმის მანდატი რომ ინტერპელაციის წესითაც დაიბაროთ შინაგან საქმეთა მინისტრი. არ ვიცი ხა მამუკა მდინარაძეზე მიგიწუდებათ თუ არა ხელი მან როგორ არის საქმე არ ვიცი იმიტომ რომ ახლად შექმნილი თანამდებობა არის და როგორ არის გაწერილი მისი ანგარიშვალდებულების საკითხი საკანონმდებლო ორგანოსთან, მაგრამ ნუ ცოტა შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილის პარლამენტში დაბარების შესაძლებლობა გააქვთ. არის დასაბარებელი და რა თქმა უნდა აქ მოთხოვნა არის პირველ რიგში. დაუყოვნებლივი და ეხლა ეს ხო არ არის ესეთი საქმე, ეხლა ეს თუ გაწელეს კიდე და დღეები და თვეები მოუდნენ, რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ ამის მიჩქოლმას ცდილობენ. ეს ხვალ დღესვე არის დასაკავებელი ეს ხალხი. ყველა კარგად ჩანს იმ კადრებში და ყველა სახელი და გვარი ცნობილია. ხო, როგორ შეიძლება ამ ხალხს ანდო ეს ხალხი არის საშიში, წარმოვიდგინე პირდაპირ თქვა. ეს ხალხი 12-ვე თუ ვინც ამდენიც იყვნენ, არის უბრალოდ საშიში არის ეს ადამიანი, ყოთითეული მათგანი ჩვენ ნებისმიერი მოქალაქისთვის. იმიტომ რომ აი კრიმინალის აღარ გეშინია დღეს ადამიანს, ისე როგორც პოლიცია და ამისთვის გავიდა ეს 14 წელი. აგრესიის მძიმე ფორმები არის სახეზე თვალსაჩინო თან იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც კანონი აქვს ნებადართული ცეცხლსასროლი იარაღის ტარება და ადამიანის დაკავება არ ვიცი. ანუ 14 წლის წინ, იმიტომ ვიბრძოდით ყველა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და იმიტომ გავისტუმრეთ ეს რეჟიმი, რომ 14 წელი გასულიყო. და დღეს ზუსტად იგივე მეთოდებით გვენახა, როგორც ძალადობს პოლიცია ადამიანზე. როდესაც პირიქით უნდა იყოს, როგორც კი რომ სახელმწიფო თავად უნდა იყოს გარანტი ადამიანის დაცვის ძალადობისგან და რისი გარანტია მაშინ ეს სახელმწიფო? მოდი დავსვათ კითხვა. ძალადობისგან კი ვერ იცავს და ვერ იცავს კი არა და თვითონ არის მოძალადე. არა, მშვიდობის როგორც თავად ამბობენ. ხო, რა ეს არის მშვიდობა? კი ბატონო, ეს არის კითხვა ზუსტად. ხო, ეს არის მშვიდობა და თან მერე ნახეთ, მეორე თემა. სოციალური სიდუხჭიდისგან და გაჭირვებისგან უნდა იცოდეთ. იცავს? იცავს კი არა ხედავთ რაც ხდება, ხო? ყოველდღიურად როგორ უარესდება ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა და მინიმალური ხელფასი ვერ დავაწესებინეთ. ანუ რა გამოდის, რომ სახელმწიფო თავის ორ ფუნდამენტურ მოვალეობას, რაც არის ადამიანის დაცვა
ფიზიკური ძალადობისგან და ეკონომიკური სიდუხჭირისგან. ვერც ერთ საკეთებს და ვერც მეორეს. და აბა მაშინ რასაკეთებს საერთოდ ეს გიორგი, სახელმწიფო? კიდევ ერთ თემასთან დაკავშირებით მინდა თქვენი მოსაზრება მოვისმინოთ. გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით თქვენი დამოკიდებულება და პოზიცია თავიდანვე იყო ცნობილი, თქვენთვის მიუღებელი იყო პროტესტი, რომელიც რაღაცა პოლიტიკურ დღის წესრიგს, პარტიულ დღის წესრიგს ეფუძნება. გუშინდელი აქციის შემდეგ მაინც დაგრჩათ ეს განცდა, რომ ეს არ იყო რაღაცა მასშტაბური პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ და მაინც ამ ყველაფერს რაღაცა პარტიული კუთვნილების ელფერი დასდევდა? და რატო უნდა შეგცვლოდა ეგ აზრი გუშინდელი აქციის შემდეგ? იმიტომ რომ არიან ადამიანები, მაგალითად არიან ადამიანები, აი ანა დოლიძე იყო თქვენამდე ჩვენი გადაცემის სტუმარი და მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია რაღაცა თანამშრომლობა რაიმე ფორმით ოპოზიციურ ალიანსთან, მაგრამ მან ის უერთდება ზოგადად პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ და ბევრი პოზიტივი დაინახა გუშინდელ აქციაში, რომ ხალხი ისევ არის ბრძოლის სურვილით, ასე ვთქვათ, აღჭურვილი და ეს ბრძოლის ჟინი ხელისუფლების წინააღმდეგ თუნდაც აი პროტესტში გამოხატული არსად არ წასულა. არ წასულა და ღერთმა დაიფაროს რომ წავიდეს. ანუ ეს პირიქით ყველას ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს საპროტესტო ჟინი, ეს წინააღმდეგობის მოძრაობა, მით უფრო ისეთი მოვლენების მერე, რასაც ხედავთ და რასაც ახლა საუბრობთ. და არ გინდათ რომ შეუერთდეთ აი ამ პროტესტს? ჩვენ საქმეს ვანახეთ, პროტესტი არის ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, ქოლგა გზავნილი. ხო, მაგრამ ამ პროტესტს თავისი, ასე ვთქვათ, გამოხატულება აქვს, თავის ფორმები აქვს, თავის გზები აქვს. ვიღაცისთვის პროტესტი არის ქუჩაში, ვიღაცისთვის პროტესტი არის პარლამენტში, პირობითად რო ვთქვათ და მარტივად რო ვთქვათ, ხო? ეხლა გუშინდელმა დღემაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხოლოდ ქუჩის პროტესტით, მხოლოდ ქუჩის აქციებით ამ რეჟიმის შეცვლა უბრალოდ არ გამოვა. იმიტომ რომ მე არანაირად არ მინდა, რა თქმა უნდა, უდიდეს პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, მით უფრო არაპარტიულ ხალხს, ვინც გუშინ იყო გამოსული, მით უფრო დამოუკიდებლობის დღე იყო და რაღაც სხვანაირი სულისკვეთება იყო, მაგრამ რატომ დაგარწმუნდა გუშინდელმა აქციამ, იმიტომ რომ კმაყოფილია თავად ოპოზიცია, ისინი ამბობენ, რომ ბევრი ხალხი გამოვიდა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტის მობილიზება უნდა მოვახდინოთ აი ამ საპროტესტო პროცესის მეორე ეტაპზე, რომელიც გუშინ გამოაცხადეს. ნახეთ, ჩვენ ნახეთ, გვინახავს გაცილებით მასშტაბური აქციები. მე არ მინდა ნამდვილად არ მინდოდა და არც ახლა ვაპირებ, მაგრამ რაღაცა სხვა ტიპის შედარება მინდა გავაკეთო გაცილებით მასშტაბური აქციები. ხო, ეხლა რაოდენობების დასახელებას არ მინდა, 10-ჯერ დიდი აქციები ყოფილა, სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ, მაგრამ სამწუხაროდ შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ ანუ ხალხის რაოდენობა არ აღმოჩნდა ხე ბოლომდე გადამწყვეტი, ხო? დავუშვათ იქ რაღაც სერიოზული ცვლილებების მისაღწევად. ხალხი ყოველთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ყველას უნდა კონდეს პროტესტის გზა, საკუთარი გზა, რასაც ირჩევს. ამ შემთხვევაში გამოიკვეთა ორი გზა. ერთი არის ქუჩის პროტესტი, ქუჩის აქციები, მეორე არის პოლიტიკური ინსტრუმენტები, პოლიტიკური პროტესტი. ეხლა ჩვენ ვერავინ ვერ დაგუშვილის, რომ ამ ორიდან ავარჩიოთ პოლიტიკური ინსტრუმენტი და პოლიტიკური პროცესი. ხა თუ ვინმე გვიწუნებს და გამოვა და კვალიფიციურად დაგვისაბუთებს, მაგალითად რომ გერო პარლამენტში ხართ რაღაცას ისე არაკეთებთ, უფრო მეტად უნდა აკეთებდეთ, ასე უნდა აკეთებდეთ, ისე აკეთებდეთ. კი ბატონო, ამას მოვისმენთ, თუ საჭიროა დავეთანხმებით, ვაღიარებთ, გამოვასწორებთ და უფრო მეც გავაკეთებთ, მაგრამ ეხლა ის რომ ვიღაც გამოვიდეს და ეხლა ჩვენ დაგვიწყოს ჭკუის დარიგება, რომ გინდა თუ არა, ქუჩაში უნდა გამოხვიდე თუ არა და სხვა შემთხვევაში შენ ასე ვთქვათ, ოპოზიციათ არ ჩაქთული ხო, ეხლა ეს არავის საქმე არ საბუთებისა და არგუმენტის რა გითხრათ, მაგრამ აი სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გუშინდელი დღე ჭკუის სასწავლებელი იყო იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც პროტესტ ბოიკოტი გამოუცხადაო. ნუ დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი ასეთად თქვენ მოიაზრებით თქვენი პარტია. ხო, მაგას ვამბობ, რომ პროტესტ ვინ გამოუცხადა ბოიკოტი? ჩვენ პროტესტში ვართ. მაგას გიხსნი ახლა იმա, მაგრამ ჩვენ ვართ პროტესტის ასე ვთქვათ, ჩვენეულ პროტესტში, რომელიც პოლიტიკაში, პოლიტიკის ხაზზე გადის და პარლამენტზე გადის და საკრებულოებზე გადის და პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებაზე გადის. პროტესტ ბოიკოტს არ უცხადებთ, მაგრამ ამ პროტესტს როგორც პოლიტიკურ ხელსაწყოს შეიძლება ასე ითქვას. ვიყენებთ ოცნების წინააღმდეგ, ამაშია ზუსტად საქმე და რატომ? ეხლა ბოიკოტზე რო საუბრობს სააკაშვილი, ეხლა თავად არ იყო ბოიკოტისკენ რომ მოუწოდებ და არჩევნების ბოიკოტს გულისხმობ. და ამ ბოიკოტმა რა შედეგი გამოიღო?
თუ ეხა გამოვა სააკაშვილი ან ნებისმიერი ამ ოპოზიციური ალიანსიდან და ერთ არგუმენტს მაინც იტყვის რა იყო სასარგებლო იმაში რომ ოპოზიცია ბოიკოტში გავიდა 4 ოქტომბერს 64 მუნიციპალიტეტი დღეს ოცნების როა და ყველგან რომ მათი მერებია და საკრებულოს უმრავლესობები რომ ყველგან ოცნების არის ეს არის შედეგი და თავის ყველაზე რომ მართავენ ბიუჯეტებს ადგილობრივს და ყველაფერს რომ თავის ნებაზე აკეთებენ სხვათა შორის იგივე გორში სხვათა შორის ეხლა დღეს რომ ოპოზიციური საკრებულო ყოფილიყო და ოპოზიციური მერი ყოფილიყო შეიძლება ეს ყოფილიყო გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორი რომ აი ესეთ ზალადობას და გადაცდომას ადგილი არ ქონოდა და ეხლა დიდი ბოდიში ესე არ ხდება ема რა ანუ და ნუ კიდევ მეორე მე ყველას არჩევანს და ჩვენ ყველას არჩევანს პატევს ვსამთ ყველას პოლიტიკოსებისაც განსაკუთრებით იმ ხალხის ვინც უბრალოდ აპოლიტიკურია მაგრამ პროტესტის გამოსახატავად მივიდა მაგრამ უბრალოდ ვამბობთ რომ არ არის საკმარისი მხოლოდ ქუჩის პროტესტი და ჩვენ სადაც შეგვიძლია ჩვენი საქმე გავაკეთოთ ჩვენი როლი ვითამაშოთ იქ ამას ვაკეთებთ და კიდევ ვიმეორებ თუ იმეს რამე კონკრეტული შენიშვნა აქვს და მოსაზრება როგორ შეიძლება ეს გზა უფრო ეფექტურად გავაგრძელოთ ყველას მოусმენთ და ყველას აზრს გავითვალისწინებთ რა შეძელით გააწყეთ რამე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან რაიმე მოისმინეთ მისგან კეთილსაიმედო აი რაც ვნახე მან თქვა რომ შესაძლებელია გარკვეულ სასაქონლო ჯგუფთან დაკავშირებით არამხოლოდ განცდა არამედ მისი უფრო სწრაფად გაძვირების ფაქტიც იყოსო ანუ მარტივად რო თქვა ზოგიერთი პროდუქტი შეიძლება გაძვირდაო მაგრამ მთლიანობაშიო ეს განცდები და ინფლაციური მოლოდინები მართვას ექვემდებარება მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მაინც ვახერხეთ რომ ინფლაცია მოვთოკოთ ანუ მარტივად ეს არის შინაარსი მისი ნათქვამის ეხლა ამაზე რა გითხრათ ემა ნახეთ მაკროეკონომიკური პარამეტრები ეხლა ჩვენ არ ვართ ის ხალხი მოგეხსენებათ რომ ეხლა ყველაფერს ხაზს გადაუსვამთ და ყველაფერზე მხოლოდ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვილაპარაკებთ მაგრამ ვართ ის ხალხი ვინც იტყვის ერთის ხრივ სიმართლეს რაც არის ფაქტი, მაგრამ მეორე მხრივ ვიტყვის რომ ეს არ არის საკმარისი და გაცილებით უკეთესად მიიღოს მდგომარეობა. ან თქვენ რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ იზრდება ფასები? ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს ეკონომიკა არ ხმარდება ყველას თანაბრად. ეს არის საკმთავარი, თორე როგორ შეიძლება გამოგვიყვება და თქვა რომ ეკონომიკა არ იზრდება. განსაკუთრებით ყველაზე ღარიბ ფენამდე, რომელიც თურმე შემცირებულა აგერ 2.3 ჯერ დაახლოებით 90,000 ადამიანით ბოლო 5 წლის განმავლობაში როგორც ირაკლი კობახიძემ გითხრა. ხო, ანუ ეხა ეს სულ სტატისტიკური манипуляციაა თავიდან ბოლომდე და ეხა შეგვიძლია ესეც გავარჩიოთ თუ დრო გვაქვს, მაგრამ არა, საინტერესოა რა სტატისტიკური манипуляციაა თავიდან ბოლომდე. ნათია თურნავასთან. ნახეთ. ანუ რაიმეს პასუხი მიიღეთ, აი თქვენ მე ერთ-ერთმა თანაგუნდელმა თქვა რომ კითხა რომ რამ გაიძულათო თუ რა გადაგიხადათო ასეთი ოთარ ფარცხალაძე რომ მოკლედ ყველანაირი შესაძლებლობა მიეცით რომ სანქცირებულ ადამიანს საკუთარი თანხების ათვისება და საქართველოსდან უსაფრთხო ადგილას გადამალვა შეძლებოდაო. ამაზე მაინც მიიღეთ პასუხი? მე ნახეთ, ახლა რა თქმა უნდა ნათია თურნავა ამას არ აღიარებდა. არ იტყოდა იმას რომ ხო იცით არ ვიცი ივანიშვილმა დამირეკა, ან ვიღაცამ დამირეკა და დამავალა ამის გაკეთება, ამას არ იტყოდა რა თქმა უნდა. და ამის მოლოდინი არ იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ეს პროცესი უნდა გააჩერო, ჩააგდო და არ ასე ვთქვათ, გააკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ოცნების სახე ყოველდღიურად დაანახო ამ ხალხს. იმიტომ რომ ოცნება მეორეს მხრივ თუ არა ჩვენ და თუ არა ჩვენი ინტერპელაციები, თუ არა ჩვენი წავე კითხვები, გამოსვლები და ასე შემდეგ, რასაც ხედავთ თქვენს კარგად და ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად ხედავენ, სხვა შემთხვევაში ოცნებას თავის პროპაგანდა გაჩაღებული აქვს, ემა და ამ ხალხის დიდი ბოდიში, მაგრამ ტვინის გამორეცხვით არის დაკავებული და ფაქტობრივად ჰიბრიდული ომის წარმოებით არის დაკავებული, ხო? ძალადობს ინფორმაციულად ადამიანებზე, რომელსაც დღეს თავისი უამრავი პრობლემა აქვს და ეხლა სახში საღამოს დაღლილი ნამდვილად არ აქვს, ეხლა იმის თავი რომ იმედზე გასული ინფორმაციის ქვეტექსტი ამოიცნოს და რაღაცა ის ყალბი ინფორმაცია გაშიფროს, ასე ვთქვათ და გინდა არ გინდა მაინც ენდობა ამას დიდწილად. შესაბამისად ოცნების პროპაგანდა მუშაობს, ანუ შესაბამისად ყოველი ნაბიჯი წინ გადადგმული, როდესაც ჩვენ ოცნების ნამდვილ სახეს ხალხს ვანახებთ, ეს დიდი საქმეა დამეჯერეთ, იმიტომ რომ ის ერთი ადამიანით მეტიც კი თუ ხვდება დღეს სინამდვილეში ვინ არის ოცნება, ეს დიდი საქმეა. ეს გვესმის რომ გრძელვადიანი საქმეა, გვესმის რომ ძალიან შრომატევადია, გვესმის რომ ისეთი გზაა, რომელიც დღესვე ვერ შეცვლის ამათ. მაგრამ ვერც ქუჩის პროტესტმა შეცვალა ერთ დღეში, ხო? შეცვალა ერთ დღეში, ვერ შეცვალა. ამიტომ ისეთი გზით მაინც წავიდეთ, რომ შევცვალოთ, მაგრამ შევცვალოთ მშვიდობიანად. ცვლილებას მაშინ ექნება ფასი, როდესაც ეს ცვლილება იქნება მშვიდობიანი და ამას დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე კარგად ხვდება. ასე რომ ყველამ გააგრძელოს პროტესტი ისე როგორც შეუძლია და ისე როგორც ხედავს სწორად. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს
სხვას თავის გზაზე გაუმარჯოს. ეს იქნება ჩემი პასუხი. მადლობა. გიორგი შარაშიძეც, პარტია გახარია საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსი პარასკევამდე გემშვიდობათ. მე და თქვენ ხვალაც ხვდებით ერთმანეთს პოლიტიკა ნიუსის ეთერში 13 საათზე გადაცემაში საქმე.